10 წლეულების განმავლობაში გამანადგურებელი თვითმფრინავებით სასპატონობდნენ. დედამიწის ყველაზე ნიჭიერი პილოტების მიერ მართვადი, ეს მრავალმილიონიანი საოცრებები სამხედრო ტექნოლოგიაში შეუცვლელი იყო საჰაერო უპირატესობის მისაღწევად მთელ მსოფლიოში. მაგრამ გამანადგურებლების ეპოქა შეიძლება ბევრად უფრო მალე დასრულდეს, ვიდრე ვინმეს ეგონა, რადგან რაღაც ახალი ჩანს ჰორიზონტზე და ის ბრძოლის წესებს ცვლის. გაიცანით X-Pet-ი, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ავტონომიური გამანადგურებელი დრონი. X-Pet-ი უზრუნველყოფს ისეთივე სისწრაფეს, შეუმჩნევლობას და უმაღლეს ტექნოლოგიას, როგორც ტრადიციული გამანადგურებელი, მაგრამ მას აქვს მთელი რიგი დამატებითი უპირატესობები. მაგალითად, ის არ საჭიროებს კაბინას ამ პილოტს, რაც ნიშნავს, რომ არ იღლება, არასდროს უშვებს შეცდომებს და არ არის დამოკიდებული ადამიანის გონებაზე, გულზე ან რეაქციის სისწრაფეზე, რათა ბრძოლის დროს წამებში მიიღოს გადაწყვეტილებები. ამიტომ მაშინ როცა მსოფლიოს სუპერსახელმწიფოები მილიარდებს ხარჯავენ პილოტირებად პლატფორმებში, X-Pet-ს შეუძლია ისინი ყველა მოძველებულად აქციოს და საჰაერო ომის სრულიად ახალ ეპოქას ჩაუხაროს საფუძველი. ეს მართლაც გამორჩეულად ამბიციური პროექტია და მასზე მომუშავე კომპანიაზე Shield Eye-ზე დიდი ზეწოლაა, რომ შედეგი დადოს. საბედნიეროდ ამ კომპანიას როგორც ჩანს, სწორ ადგილებზე სწორი ადამიანები ხავს. მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი მაგალითად ბრენდონ სენგია, ყოფილი საზღვაო სპეცრაზმელი და ზედაპირული საბრძოლო ოპერაციების ოფიცერი, რომელიც USS Pearl Harbor-ზე მსახურობდა. მან პირადად გამოსცადა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, დაინახა რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია ავტონომიურ ტექნოლოგიებს და თავადაც სურდა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. კომპანიის ავიაციის ინჟინერიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კი არავის სხვა, თუ არა არმა ჰარისი, რომელიც ადრე SpaceX-ში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა გუნდებს ინოვაციური ტექნოლოგიების, როგორიცაა Starlink-ის სატელიტური სისტემა და Falcon 9-ის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური გამშვები განკეტები განვითარებაზე. გარდა იმისა, რომ Shield AI კომპანიის ლიდერების ნამდვილი ოცნების გუნდი შეკრიბა, მან ასევე ძლიერი რეპუტაცია მოიპოვა ორი მთავარი პროდუქტის, HiveMind-ისა და VBAT-ის შექმნითა და გამოშვებით. HiveMind არსებითად წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის პილოტის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატებისა და ერთობლივი მოქმედებისთვისთვის. ის მოქმედებს როგორც ავტონომიური პილოტი, რაც საშუალებას აძლევს დრონების მთელ როებში შეასრულონ მისია ადამიან ოპერატორების ან რაიმე სახის ხელით ჩარევის გარეშე. ამასობაში VBAT არის მოწინავე ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის VTOL ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი UAV, რომელიც შექმნილია სადაზვერვო, მეთვალყურეობისა და დაზვერვის მისიებისთვის. მოწინავე დიზაინის მიუხედავად მისი მართვა მარტივია და VBAT-ს ორი ადამიანი 30 წუთზე ნაკლებ დროში აწყობს. მისი უნიკალური არხული ვენტილატორის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მას აფრინდეს, ჰაერში გაჩერდეს და ფრთიანი ფრენის რეჟიმზე გადავიდეს, ხოლო მისი მაღალი ეფექტურობის მძიმე სათვავის ძრავი აძლევს შესაძლებლობას ერთდროულად 13 საათზე მეტხანს დარჩეს აერში. VBAT-მა უკვე დაამტკიცა თავისი საბრძოლო შესაძლებლობები და ის უკვე გამოიყენება შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში, სანაპირო დაცვაში და ასევე სხვა ქვეყნებშიც იგეგმება მისი გამოყენება, მათ შორის ინდოეთმა და ნიდერლანდებმა უკვე გააკეთეს შეკვეთები. ეს არის მაღალი შეფასების მქონე დრონი, მაგრამ X-Pet-ით Shield AI იმედოვნებს შექმნას რაღაც ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს საჰაერო ომი მომავალი თაობებისთვის. რამდენიმე თვიანი საიდუმლოების შემდეგ Shield AI-მ პირველად წარადგინა ეს პლატფორმა 2025 წლის ოქტომბერში, სადაც ჰარისმა უპასუხა კითხვებს ომის ზონიდან დრონის დიზაინის, ძირითადი მახასიათებლებისა და გამოყენების შემთხვევების შესახებ. მან მაშინვე განმარტა X-Pet-ის შექმნის მიზეზები. ჩვენ ვცდილობთ გადავჭრათ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს შეერთებულ შტატებს აქვს. ანუ როგორ დაუპირისპირდეთ ჩვენს თანასწორ მოწინააღმდეგეებს. ანუ შინეცდა მათ შესაძლებლობას, რომ სამხედრო ტექნოლოგიებში 21 საუკუნეში ჩვენზე მეტი დახარჯონ და მეტი აწარმოონ. და ამის გაკეთების გზა არის ამერიკის ძირითადი უპირატესობა, ანუ ინოვაცია. ჰარისმა განაგზო ახსნა, რომ X-Pet-ი უბრალოდ თვითმფრინავი კი არ არის, არამედ სრულიად ახალი იარაღის სისტემაა, რომელიც მთლიანად ცვლის ძალთა ბალანსს წყნარი ოკეანის რეგიონში. მისი მიზნისა და პოტენციალის შეჯამებისას Shield AI-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რასაც ის აკეთებს არის. ფაქტობრივად ის უზრუნველყოფს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიც აქვს F-35-ს ან მსგავს მეხუთე თაობის გამანადგურებელს. აერთიანებს მას ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის შესაძლებლობით და შემდეგ აწვდის ამას მეხუთე თაობის თვითმფრინავის სიცოცხლის ციკლის ღირებულების მეათედად. მოკლედ რომ ვთქვათ, X-Pet-ი აძლევს ამერიკას საშუალებას დაუპირისპირდეს ჩინეთის მეხუთე და თუნდაც მეექვსე თაობის თვითმფრინავებს, ისეთივე შესაძლებლობების მქონე სისტემით, რომელიც მხოლოდ მცირე ნაწილის ფასად ღირს. მაგრამ სანამ მის უნიკალურ უპირატესობებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რა არის ზუსტად X-Pet-ი. Android-თვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, X-Pet-ი მიეკუთვნება მეხუთე ჯგუფის დრონების კატეგორიას, რაც ყველაზე მძიმე ჯგუფია და მისი წონა 1320 ფუნტზე, ანუ 600 კილოგრამზე მეტია.
მისი ფრთების შლილი 39 ფუტი, ანუ 12 მეტრია, ხოლო ფიუზელაჟის სიგრძე 26 ფუტი, ანუ 8 მეტრი, რაც მას ბევრ სხვა დრონზე მნიშვნელოვნად დიდხდის. თუმცა ტრადიციულ გამანადგურებელ თვითმფრინავთან შედარებით მაინც საკმაოდ კომპაქტურია. მართალია Shield AI აღნიშნავს, რომ თუნდაც 3X5 გვერდიგვერდ დააწყო, საერთო ზომით მაინც უფრო პატარაა ვიდრე ტიპიური გამანადგურებელი. რაც შეეხება მის ტექნოლოგიას, X5 ეფუძნება V-Bet-ის მიერ დადებულ საფუძვლებს, მაგრამ მნიშვნელოვნად წინ მიდის. არა მხოლოდ სრულიად განსხვავებული ვიზუალით, არამედ ბევრად უფრო განვითარებული შესაძლებლობითაც. X5-ებითაც. როგორც VTOL ტიპის დრონი, მას შეუძლია როგორც ვერტიკალურად აფრენა, ისე დაშვება, ტრადიციული ასაფრენი ბილიკის გარეშე. ამის ნაცვლად ის იყენებს საკმაოდ დიდ გაშვების და დაბრუნების მანქანას, LRV-ს, რაც საშუალებას აძლევს მიწიდან აფრინდეს და რამდენიმე წუთში 1000-ობით, ან თუნდაც 10000-ობით ფუტის სიმაღლეზე ავიდეს. როდესაც საჭირო პოზიციაშია, LRV ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის და X-BAT-ს პირდაპირ ზევით ჰაერში უშვებს. დრონი იყენებს ფორსაჟს საჭირო ბიძგის მისაღებად, რათა წონასთან შესაბამისი ძალა მიიღოს და რაც შეიძლება სწრაფად აფრინდეს მიწიდან ჰაერში. ჰარისის თქმით, საწყისი გაშვების პროცესი მხოლოდ დაახლოებით 25 წამს გრძელდება. შემდეგ, როდესაც საკმარის სიმაღლეს მიაღწევს, X-BAT-ი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადადის და მზად არის იმ მისიებისთვის, რაც მის ოპერატორებს აქვთ ჩაფიქრებული. და მას შეუძლია ჰაერში დარჩეს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. Shield AI აღნიშნავს, რომ მისი მაქსიმალური ოპერაციული მანძილი 2000 საზღვაო მილის, ანუ 2300 მილის, ან 3700 კილომეტრის აღემატება. დასმის პროცესი ასევე გლუვი და შეუფერხებელია. X-BAT-ი თანდათან ამცირებს სიჩქარეს და ვერტიკალურ ფრენაზე გადადის, სანამ ფრთხილად, კონტროლირებადად და ძალიან ზუსტად დაეშვება თავის საფრენ პლატფორმაზე. ის კიდევ ერთხელ უკავშირდება LRV-ს. ამ დროს ჩართული ხდება დამაგრების სისტემა, რომელიც დრონს თავის პოზიციაზე აბრუნებს, სანამ LRV კვლავ გზას გააგრძელებს. აფრენის ჰაერში ყოფნის თუ დასმის დროს X-BAT-ი მუშაობს და იმართება Shield AI-ის საკუთრებაში არსებული HiveMind პროგრამული უზრუნველყოფით. ეს უზრუნველყოფს დრონის ხელოვნურ ინტელექტს, რაც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს ყველაზე რთული საჰაერო მანევრები, ან კი იმუშაოს პილოტირებულ გამანადგურებლებთან და სხვა დრონებთან ერთად ჯგუფურ ოპერაციებში. მაშინაც კი, როცა ტრადიციული რადიოკომუნიკაცია ან GPS ნავიგაცია ვერ მუშაობს. რაც შეეხება სიმძლავრესა და სიჩქარეს, X-BAT-ი აღჭურვილია General Electric F-100 ძრავით, რაც შეიძლება ავიაციის ექსპერტებისთვის მოულოდნელი იყოს. X-BAT-ი უახლესი, თითქმის მომავლის ინოვაცია, მაგრამ FF-ას 10 საკმაოდ ძველი ძრავია, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა. თუმცა არსებობს მიზეზი, რატომაც Shield AI-მ სწორედ ეს კომპონენტი აირჩია. შეიძლება ძველია, მაგრამ საოცრად სანდოა. F-100 ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ში საუკეთესო სამხედრო თვითმფრინავებში გამოიყენებოდა, მათ შორისაა F-14 ტომკეტი, F-15 Strike Eagle და F-16 Fighting Falcon. მან ბრძოლის ველზე თავისი სანდოობა დაამტკიცა. მსოფლიოს საუკეთესო რეაქტიული თვითმფრინავებისთვის საჭირო სიმძლავრე უზრუნველყო და რადგან X-BAT ჩვეულებრივ გამანადგურებელზე ბევრად პატარაა, მას აუცილებლად არ სჭირდება ახალი უახლესი ტექნოლოგიის ძრავა. სინამდვილეში სრულიად ახალი ძრავა დიდი ალბათობით მნიშვნელოვნად გაზრდიდა დრონის წარმოების ხარჯებს. ასევე გადადებდა მის გამოშვებასა და ოპერაციულ სამსახურში ჩაშვებას. F-100 ძრავა X, BAT-ს ასევე უნდა მისცეს საკმაოდ შთამბეჭდავი სიჩქარის მიღწევის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ Shield AI-მ კონკრეტული დეტალები არ გაამჟღავნა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას მარტივად შეეძლება ბგერითი ბარიერის გადალახვა და პოტენციურად მაქსიმალური სიჩქარის დაახლოებით 1.2-ის, ანუ 920 მილის საათში მიღწევა, რაც დრონისთვის განსაკუთრებულად სწრაფია. და ის არა მხოლოდ სწრაფია, არამედ შეუმჩნეველიც. მისი ულტრა აეროდინამიკური დიზაინი მოგვაგონებს BB2 Spirits ან BB21 Raiders. Basri კიდეებით, რომლითაც სასჭრის, გლუვი ზედაპირებით, რომლებიც ამცირებს აერის წინააღმდეგობას და კომპაქტური დაბალი პროფილის ფორმით. ასევე შიდა იარაღის განყოფილებები, რაც რადარზე მინიმალურ კვალს უნდა ქმნიდეს. 2025 წლის ოქტომბერში Shield AI-მ დაადასტურა, რომ X-BAT-ი დაახლოებით 18 თვეა ვითარდებოდა და ემზადებოდა თავისი პირველი ვერტიკალური აფრენადაშვების პრენისთვის. 2026 წლის მაისში არმა ჰარისისმა კიდევ ერთხელ ესაუბრა Warzones, რათა გაეზიარებინა დრონის უახლესი განახლებები და მისი უფრო მაღალი დონის შესაძლებლობები. მაგრამ სანამ ნახავთ, რას ამბობს ის და რა გარდამტეხი პოტენციალი აქვს ამ საბრძოლო დრონს, თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა დრო. ინტერვიუს დროს ჰარისმა განმარტა, რა ხდის X-BAT-ის დიზაინს ასეთ მოცინავე და მომგებიან მომავალ სამხედრო დანიშნულებებისთვის. მან მაგალითად აღნიშნა X-BAT-ის აეროდინამიკა და განმარტა, რომ ის შექმნილია მაღალი ამწევი ძალისა და დაბალი წინააღმდეგობის თანაფარდობით, ტრადიციულ თვითმფრინავებთან შედარებით, რაც საშუალებას აძლევს მას მიაღწიოს მაღალი დონის საკრუიზო წარმადობას.
მან ასევე ისაუბრა მისი სათვავის ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ X-Pads ჩვეულებრივზე უფრო დიდი ძრავა აქვს თავისი ზომის კლასის თვითმფრინავებთან შედარებით. რაც რეალურად უფრო ეფექტურს ხდის მას ჰაერში ასვლისა და საკრუიზო სიმაღლეზე სწრაფად მიღწევისას, ამ პროცესში მინიმალური რაოდენობის საწვავის გამოყენებით. ბოლოს და ალბათ ყველაზე მთავარია, მან ისაუბრა X-Pad-ის ზონაზე. მან განმარტა, რომ კუდზე დაყენებული აფრენა და დაფრენა ყველაზე ეფექტური გზაა ვერტიკალური აფრენებისა და დაფრენების განსახორციელებლად, მაგრამ ტრადიციული თვითმფრინავებისთვის ყოველთვის რთული იყო ამის შესრულება. ამ ფაქტის გამო ბევრი უკვე არსებული ვერტიკალური აფრენა დაფრენის დიზაინი, მაგალითად F95 ან Harrier-ი, აფრენასა და დაფრენას ჰორიზონტალურად ახორციელებს, სანამ ფრენაზე გადავა. ეს მოიცავს ისეთ სისტემებს, როგორიცაა მბრუნავი საქშენები და ამწევი ვენტილატორები, რომლებიც არა მხოლოდ ძვირია, არამედ თვითმფრინავის წონასაც ზრდის. X-Pad-ი ამას სრულიად განსხვავებულად აკეთებს. იყენებს იმას, რასაც Harris-ი უწოდებს მარტივ პირდაპირ შუაში განლაგებულ F16 სტილის ძრავის სისტემას. ეს კომბინირებულია მისივე სპეციალურად დამზადებულ LRV-სთან, რაც ნიშნავს, რომ VTOL-ისთვის საჭირო სისტემებისა და კომპონენტების დიდი ნაწილი რეალურად LRV-შია მოთავსებული და არა თვითონ დრონში. მაგალითად, X-Pads არ აქვს და არც სჭირდება სადესანტო შასი, რომელიც შეიძლება საკმაოდ მასიური და მძიმე იყოს, რაც გავლენას ახდენს თვითმფრინავის ზომასა და ბიძგისა და წონის თანაფარდობაზე. მას ასევე არ აქვს დამხმარე ენერგიის ბლოკი, ანუ APU, რადგან LRV აღჭურვილია საკუთარი ბატარეის პაკეტით, რომელიც X-Pad-ის ძრავს ამუშავებს. როგორც Harris-ი განმარტავს, ამ სისტემების სადესანტო აპარატზე გადატანა თვითონ დრონს ბევრად უფრო ელეგანტურს, პატარა ზომის და მსუბუქს ხდის. და უპირატესობები ამით ამთავრდება. რადგან X-Pad-ი ავტონომიურია, მას ხადი არ სჭირდება პილოტი, კაბინა, სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა ან სხვა პილოტზე ორიენტირებული კომპონენტები და ტექნოლოგიები, რომლებიც ასევე ფულს, რესურსებს და სივრცეს მოითხოვს. X-Pad-ის ავტონომიური ბუნება ასევე ნიშნავს, რომ ეს დრონები თეორიულად შეიძლება მასობრივად დამზადდეს და განთავსდეს პილოტების ხანგრძლივი მომზადების საჭიროების გარეშე. მაგალითად, ერთი F-95-ის პილოტის საბრძოლო მისიისთვის მზადყოფნა შეიძლება წლები დასჭირდეს. და მიუხედავად მოწინავე სამხედრო აკადემიებისა და სასწავლო პროგრამებისა, ASHS-ისა და სხვა დიდ სამხედრო ძალებს არ აქვთ უსასრულო რესურსი ან მსოფლიო დონის ტოპ-გან პილოტები. მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები არიან ნამდვილად საკმარისად კარგები, რომ ამ უკიდურესად თანამედროვე და რთული მანქანების კაბინაში ჩასხდნენ, რომლებიც თითოეულზე ათობით ან თუნდაც $100 მილიონ მეტი შეიძლება ღირდეს, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის არსებობს ზღვარი, რამდენი შეიძლება დამზადდეს და განთავსდეს. X-Pad ამ ზღვარს ანგრევს. უფრო მეტიც, წლების განმავლობაში ვარჯიშისა და გამოცდილების მიუხედავად, პილოტები მაინც ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ შეცდომები დაუშვან, შეიძლება დაიღალონ და მათი სხეული შეიძლება დაზიანდეს, როდესაც გამანადგურებელი თვითმფრინავის ფრენის უკიდურეს სიჩქარეებსა და გრავიტაციულ ძალებს განიცდის. მათ ასევე სჭირდებათ შესვენებები, დასვენება, საკვები და წყალი, ასევე სპეციალური აღჭურვილობა, ფორმები, საკომუნიკაციო სისტემები და ასე შემდეგ. X-Pad-ის პილოტს ეს ყველაფერი არ სჭირდება და არც ამავე სირთულეებს აწვდება, რადგან ის ადამიანი არ არის. ის ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არასდროს იღლება, არასდროს ცდება და თეორიულად ყოველთვის იცის სწორი ნაბიჯის ზუსტად სწორ დროს, ფხისიერი გადაწყვეტილების მიღებითა და ელვისებური რეაგირებით. ასეთი ტვინით შიგნით შეუძლებელია ვივარაუდოთ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს X-Pad. იქნება ეს დარტყმის მისიების შესრულება, საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ ოპერაციები, ელექტრონული ომის ჩარევა თუ დაზვერვა, მეთვალყურეობა და რეკონესანსი, ISR, მას აქვს უნიკალური სიზუსტისა და ეფექტურობის პოტენციალი. და კიდევ ერთხელ, Shield AI არ ახმაურებს თავისი სტელსი მებრძოლი დრონის პოტენციურ შეიარარებასა და მისიის სისტემებზე. მაგრამ Harris-მა დაადასტურა, რომ მას ექნება იგივე ზომის ტვირთის გამყოფილება, როგორც F-95-ს, თუმცა პოტენციალით ორჯერ შორს ფრენას შეძლებს. მან TWZ-ს უთხრა, რომ X-Pad-ი შექმნილია სხვადასხვა საბრძოლო პირობების გათვალისწინებით. მან განაცხადა, ეს უნდა მუშაობდეს უდაბნოში, უნდა მუშაობდეს უკიდურეს ჩრდილოეთში, არქტიკაში. ეს უნდა მუშაობდეს ზღვის ძლიერი ღელვის პირობებში, უნდა მუშაობდეს MCOM პირობებში, უნდა მუშაობდეს GPS-ის გარეშე. ცხადია, X-Pad შექმნილი არ არის მხოლოდ ერთი ან ორი სავარაუდო საბრძოლო სცენარისთვის. ეს არის დრონი, რომელიც თითქმის ყველაფრისთვის არის შექმნილი. გზად არის წავიდეს იქ, სადაც საჭიროა, შორეული ჩრდილოეთის ყინულოვიდის ყინულოვანი მიწებიდან ახლო აღმოსავლეთის მცველი უდაბნოებამდე. როგორც Harris-ი აღნიშნავს, ეს არის ნამდვილი მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს იმ კრიტიკულ მოქნილობას, რაც თანამედროვე სამხედრო ზესახელმწიფოს სჭირდება. და ორი უზარმაზარი შიდა ტვირთის განყოფილებით, რომლებიც ისეთივე ზომისაა, როგორც F-95-ზე, საკმარისი სივრცეა სხვადასხვა ტიპის იარაღის სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიებისთვის, რათა X-Pad-მა თავისი მიზნები წარმატებით შეასრულოს. თავის მიერ აქამდე გამოქვეყნებულ სარეკლამო მასალებში Shield AI აღნიშნავს, რომ X-Pad-ი შეიძლება აღჭურვილი იყოს რამდენიმე საჰაერო რაკეტით, მათ შორის AIM-ას 174 და AIM-12-ით, ასევე ჰაერი მიწა კლასის რაკეტებით, როგორიცაა L-3 და JSOC-1.
ის ასევე აღჭურვილია ელექტრონული ომის კომპლექტით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რადარის ჩამხშობებსა და სხვა ტექნოლოგიებს, რომლებიც მოწინააღმდეგის ძალებში დაბნეულობისა და ქაოსის გამოწვევისთვისაა განკუთვნილი. ამასთან ერთად X-Bats ასევე აქვს ორი გარე საწვავის სისტემასთან მიერთებული საკიდი, რომლებიც როგორც ჰარისი აღნიშნავს, შეიძლება გამოყენებული იქნას საჰაერო საწვავის აუზის გადასატანად, რაც მას საშუალებას მისცემს გამოიყენონ სხვა პილოტირებადი გამანადგურებლების ან თუნდაც დრონების საწვავით შესავსებად მიმდებარე საჰაერო სივრცეში. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ჰარისი არ იყო მზად X-Bats-ის სტელსის შესაძლებლობების შესახებ მეტისმეტად ბევრი ინფორმაცია გაეზიარებინა, მან აღნიშნა, რომ ის შექმნილია ეფექტურობისა და ღირებულების მაქსიმიზაციისთვის, მისი დაბალი ხილვადობისა და ინფრაწითელი გამოსხივების შემცირების შესაძლებლობებით. მან მაგალითად მოიყვანა BIOS და 1, რომელსაც უწოდა ყველაზე დახვეწილად დაბალხილვადი პლატფორმა, თუმცა ასევე უკიდურესად ძვირადღირებული და დაამატა, რომ ზოგიერთი მისიისთვის ასეთი დონის LO ტექნოლოგია ყოველთვის საჭირო არ არის. რა მოხდება თუ იმავე ფასად ერთი ძალიან დახვეწილი რამის ნაცვლად? რა მოხდება თუ მე მექნება 10, 15, 20 ოდნავ ნაკლებად დახვეწილი რამ, მაგრამ მასით მივახცევ მსგავს ეფექტს. ეს მოკლედ რო ვთქვათ არის X-Bats. ის არ აშენებულა იმისთვის, რომ იყოს უკეთესი ვიდრე საუკეთესო ბომბდამშენები ან ყველაზე დახვეწილი გამანადგურებელი თვითმფრინავები. ის შექმნილია იმისთვის, რომ შეძლოს მსგავსი დონის შესრულება, ბევრად ნაკლები რისკით და გაცილებით ნაკლებ ფასად. მისი დიზაინის თითოეული ნაწილი შექმნილია ამ მიზნების გათვალისწინებით. დაწყებული შედარებით ძველი, მაგრამ უკიდურესად სანდო ძრავით, დამთავრებული უახლესი LRV VTOL სისტემით. ეს ყველაფერი ოპტიმიზაციაზეა. და ყველაზე კარგი ის არის, რომ Shield Eye ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პროცესშია. კომპანიას ამჟამად ჰარისის თქმით 2D პროტოტიპი აქვს თავის ობიექტში, ფრისკოში, ტეხასში და მიზნად აქვს დასახული პირველი ფრენის განხორციელება 2026 წლის ბოლომდე. ის არაფერს აჩქარებს. ნელა, მაგრამ დარწმუნებით მუშაობს ეტაპობრივ სატესტო გეგმაზე. ამავდროულად განაგრძობს შესაძლო გაუმჯობესების სფეროების გამოვლენას. X-Bats-ის დიზაინში ის იყენებს რეალურ საბრძოლო მონაცემებს, რომლებიც ვიბატმა მიაწოდა, რათა თავისი ახალი თაობის სტელს დრონი მაქსიმალურად ეფექტური, სუსტი და საიმედო გახადოს. ჰარისმა სოგარ აღნიშნა, რომ კომპანია განიხილავს გზებს, რათა X-Bats ჰაერში საწვავის შევსების შესაძლებლობა მიეცეს, რაც მის ოპერაციულ დიაპაზონს კიდევ უფრო გაზრდის. ეს უკვე რევოლუციური დიზაინია, რომელიც აერთიანებს ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის შესაძლებლობებს, გაზრდილ მოქმედების დიაპაზონს, მრავალფუნქციურ მისიის სისტემებს და მოწინავე ავტონომიას. ის წყვეტს იმდენ პრობლემას, რომლებიც წლების განმავლობის განმავლობაში აწუხებდა პილოტირებად პლატფორმებს, როგორიცაა ღირებულება, სირთულე, გადარჩენის უნარი და ოპერაციული რისკი. და მას აქვს პოტენციალი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მიაწოდოს შეუდარებელი და უპრეცედენტო ღირებულება აშშ-ის სამხედრო ძალებს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც გადაწყვეტს მასვეც მასში ინვესტირებას. და ეს მხოლოდ დასაწყისია. სხვა კონტრაქტორებიც მუშაობენ რეაქტიული ტიპის დრონებზე. და როგორც კი მეტი ესეთი ინოვაცია შეიქმნება და დანერგება მოხდება, მხოლოდ დროის საკითხია, როდის აივსება საბრძოლოცა ტრადიციული პილოტებისა და მათი თვითმფრინავების ნაცვლად სტელს დრონებითა და მათი ხელოვნური ინტელექტის ტვინებით. უკრაინას არასდროს უნდა შესძლებოდა რუსეთზე დარტყმა. მაშინაც კი როცა მისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე კვირაში დაპყრობა, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ მოსკოვი ყოველთვის უსაფრთხოდ იქნებოდა. ვლადიმერ პუტინი შეცდა. 4 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და უკრაინამ კიდევ ერთხელ აიმაღლა დონე. ეხლა უკრაინას მოსკოვის გამანადგურებელი იარაღი აქვს. იარაღი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ამერიკულ იარაღებზე მეტად აშინებს, რომელსაც უკრაინა ფლობს, მალე გამოყენებული იქნება. მას შეუძლია მოსკოვი ქვის ხანაში დააბრუნოს. კრემლის საძირკველი ირგევა. შესაძლოა კრემლი თავად აღარ დარჩეს ადგილზე, მას შემდეგ რაც უკრაინა თავის ახალ სუპერიარაღს გამოიყენებს. აპრილში უკრაინის აღდგენის გზის კონფერენციაზე უკრაინამ თავისი უახლესი ოსტატური სვლა წარმოადგინა. Firepoint-ი ისევ საქმეშია. Flamingos რაკეტა დრონის ჰიბრიდის შემქმნელებმა, რომელმაც უკვე მისცა უკრაინას მეტი შესაძლებლობა რუსეთის გულში დარტყმისთვის, წარმოადგინეს ახალი გამანადგურებელი რაკეტა, რომელიც ომის მიმართულებას შეცვლის. ეს ჰიბრიდი არ არის. ეს არის იარაღი, რომელიც მიუთითებს, რომ უკრაინა სერიოზულად ეკიდება ბალისტიკური რაკეტების განვითარებას, რომლებსაც შეუძლია მოსკოვზე განადგურება დაატეხოს. Firepoint-ის ახალი რაკეტა უკრაინის პასუხია რუსეთის ისკანდერზე. და მალე გაიგებთ, რომ ის ყველა მნიშვნელოვან ასპექტში უკეთესია. რაკეტას ეწოდება FP9, რაც Firepoint-ის ჩვეულ სახელდების წესებს მიხვება და მანამდე უკვე გვსმენია მასზე საუბარი. Firepoint-მა მიანიშნა თავის ახალ ბალისტიკურ რაკეტაზე მაშინ, როცა მოკლე რადიუსის FP7-ზე საუბრობდა, რომელიც ასევე ტესტირების პროცესში. მაგრამ მის ბოლო ღონისძიებაზე პოლონეთში მივიღეთ ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს FP9 და რა იმის ნაწილიდაც ვიცით, თავად Firepoint-ისგან მოდის. Defense Express-ის მიხედვით, კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ახალი ბალისტიკური რაკეტა 855 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 531 მილის მანძილზე იმუშავებს. ის ასევე შეძლებს ატაროს ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინი, რომლის წონაც იქნება 800 კილოგრამამდე, ანუ დაახლოებით 1763 ფუნტი.
ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლებია, რომლებიც გვიჩვენებს, რომ FP9 შეძლებს რუსეთის სიღრმეში დართმას და ნებისმიერ სამიზნეს უფრო ძლიერად დააზიანებს, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა იარაღი, რაც უკრაინას აქვს არსენალში. ისინი, ვინც Firepoint-ის Flamingo-ს შესახებ იციან, რომ ის 3-ჯერ მეტ მანძილზე მოქმედებს და 100 კილოგრამით მეტ ასაფეთქებელ ძალას ფლობს. მაშ საერთოდ რისთვის არის საჭირო FP9? მარტივია. Flamingo უკრაინის ფრთოსანი რაკეტის ვერსია. FP9 იქნება უკრაინის ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით. ეს ორი სრულიად განსხვავებული ტიპის იარაღია. FP9 მიაღწევს ისეთ სიჩქარეებს, რომელზეც Flamingo მხოლოდ ოცნებობს. რაც ნიშნავს, რომ უკრაინას მეტი შანსი ექნება თავისი ახალი იარაღით დაძლიოს საჰაერო თავდაცვა და გაანადგუროს სამიზნეები რუსეთის შიგნით. რაც შეეხება FP9-ის შესახებ ჩვენს დანარჩენ ცოდნას, ყველაფერი ეფუძნება იმ მაკეტის ანალიზს, რომელიც Firepoint-მა პოლონეთში წარადგინა. წინა გამოფენებზე Firepoint-მა იგივე სურათები გამოიყენა FP9-ისა და FP7-ის საჩვენებლად, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ FP9 იქნებოდა FP7-ის გაზრდილი ვერსია, რომელსაც ეს კომპანია ასევე ავითარებს. რაც პოლონეთში განსხვავებული იყო ისაა, რომ Firepoint-მა ორი ბალისტიკური რაკეტის მაკეტი გვერდ-გვერდ დადგა, რაც გარკვეულ მინიშნებებს იძლევა იმის შესახებ, თუ რას ამზადებს კომპანია. მაკეტების მასშტაბიდან გამომდინარე, FP9 როგორც ჩანს დაახლოებით 9.5 მეტრი, ანუ ოდნავ მეტი ვიდრე 31 ფუტის სიგრძის იქნება და ექნება დაახლოებით 1.1 მეტრი, ანუ 3.6 ფუტი დიამეტრი. აი ასეა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკაციები რაღაცას გვეუბნება, რაც პუტინს არასდროს მოეწონებოდა, FP9 როგორც ჩანს, უფრო დიდი და უფრო ძლიერი იქნება ვიდრე რუსეთის საკუთარი ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა. ისკანდერი ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელსაც რუსეთი პუტინის შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს. მიწა-მიწა კლასის მობილური ბალისტიკური სისტემა ისკანდერ M-ს შეუძლია 500 კილომეტრამდე, ანუ დაახლოებით 310 მილის მანძილზე გადაადგილება და ჩვეულებრივი საბრძოლო ქობინის მიტანა, რომლის წონა 700 კილოგრამამდე. ანუ ცოტა მეტი ვიდრე 1540 ფუნტი. მაშინ ვხედავთ, რომ FP9 ორივე კატეგორიაში ლიდერობს. თუ Defense Express-ის სავარაუდო ზომები სწორია, FP9 უბრალოდ ზომითაც უფრო დიდი იქნება ვიდრე ისკანდერი, რაც ლოგიკურია, რადგან მას უფრო დიდი მოქმედების რადიუსი და თვითამწეობა აქვს. თუ გსურს მიზანზე მეტი ასაფეთქებელი ძალა მიიტანო, უფრო დიდი რაკეტა გჭირდება. რაც შეეხება სიშორეს, 850 კილომეტრი საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავალი რაკეტით მოსკოვის რეგიონში ღრმად შეიტანოს დართმა. პუტინი და მისი თანამზრახველები მალე თავიანთივე მეთოდებით მიიღებენ პასუხს. უკრაინის ისკანდერის გამანადგურებელი თითქმის მზადაა და სიტუაცია იწყებს შეცვლას. მაგრამ ამაზე მოგვიანებით დავბრუნდებით. პირველ რიგში არის საკითხი, თუ როდის შევა ოფიციალურად FP9 უკრაინის არსენალში. Firepoint-ი არ ერიდება იმის გამოჩენას, თუ რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია თავისი ბალისტიკური რაკეტის განვითარებაში. ის ელოდება, რომ FP9 უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამოყენებისთვის 2026 წლის ზაფხულში კოდიფიცირდება. კოდიფიკაციასთან ერთად მოდის გადამწყვეტი გარდამტეხი მომენტი. უკრაინა გადადის ახალი ბალისტიკური რაკეტის ოფიციალურ შესყიდვაზე, რაც ყველაფერს ამოქმედებს. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად უზრუნველყოფს მასშტაბურ წარმოებას, ასე რომ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე თვე გვაშორებდეს უკრაინის ახალი ბალისტიკური საფრთხის მოსკოვზე გაშვებას. და ის მარტო არ იქნება. Firepoint-ს კიდევ სხვა ხრიკებიც აქვს, რომლებიც პუტინს გააგიჟებს. FP7, რომელიც უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, ერთ-ერთი მათგანია. FP9-ის დიზაინის საფუძვლად სავარაუდოდ FP7 ითვლება. ეს კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტაა, თუმცა მას Firepoint-ის უახლეს მონსტრზე მოკლე სიშორე აქვს. როგორც ჩანს, შთაგონებულია და ნამდვილად ძალიან ჰგავს იმ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს თავის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებში. FP7 პირველად 2025 წლის ნოემბერში იქნა მოხსენიებული. Firepoint-მა მაშინ გამოაცხადა, რომ ის გამოიყენებდა რუსეთის 48N6 საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გარე დიზაინის საფუძვლად. მსგავსებები სწორედ აქ მთავრდება. უკრაინული გამჭრიახობა გადააჭალბებდა ყველაფერს, რასაც ძველი რუსული რაკეტების თავაზობენ. მასალების შიდა კონსტრუქცია და მართვის სისტემა FP7-ში მთლიანად უკრაინული დიზაინისა, ამბობს Firepoint, რადგან ის ქმნის რაკეტას, რომელიც უკრაინას მოკლე რადიუსის ბალისტიკურ ვარიანტს მისცემს. FP9-ის საშუალო რადიუსის არჩევანებთან ერთად. FP7 განკუთვნილია სახმელეთო დარტყმებისთვის დაახლოებით 200 კილომეტრის, ანუ დაახლოებით 124 მილის მანძილზე. ეს იდეალურია დარტყმებისთვის რუსეთის სამიზნეებზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საზღვრისპირა რეგიონებში სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. რაკეტის გარე კორპუსს მხოლოდ ზედაპირული მსგავსება აქვს 48N62-თან. Firepoint-ი ამბობს, რომ FP7-ის ასაშენებლად კომპოზიტური მასალები გამოიყენა, რამაც მისი წონა შეამცირა და მოქმედების რადიუსი გაზარდა. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატო გამოიყენა Firepoint-მა რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის დიზაინი FP7-თვის. ეს ყველაფერი დროის დაზოგვის მექანიზმი იყო, აღნიშნავს კომპანია, და სავარაუდოდ სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა FP7 და დის და უფრო დიდ FP9-ს კონცეფციიდან ტესტირებამდე გაცილებით სწრაფად მიეღწიათ, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეძლებდნენ. როგორც ჩანს, ეს მეთოდი გაამართლა. FP7-ის საბრძოლოს როლის ტესტები მინიმუმ თებერვლიდან utardeba და არსებობს ვიდეო მასალაც, სადაც ჩანს, რომ ის თითქმის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო განზრახული. თუ FP9 სავარაუდოდ ზაფხულისთვის იქნება კოდიფიცირებული, წარმოვიდგენთ, რომ FP7-საც მსგავსი დრო დასჭირდება უკრაინის არსენალში შესასვლელად.
ვლადიმირ პუტინი ამ ორ ბალისტიკურ რაკეტას უფრო მეტად ეშინია, ვიდრე რომელიმე იმ ამერიკული იარავისა, რომელიც უკრაინამ მიიღო მას შემდეგ, რაც მან თავისი შეჭრა დაიწყო. ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით უკრაინას აქვს ATACMS, მაგრამ ამ რაკეტულ სისტემას გარკვეული პრობლემები ახლავს. უკვე 2025 წლის ზაფხულში გაირკვა, რომ პენტაგონმა შექმნა ახალი დამტკიცების სისტემა ATACMS-ის გამოყენებისთვის, რომელმაც ფაქტობრივად ფარულად აუკრძალა უკრაინას ამ რაკეტის რუსულ სამიზნეებზე გამოყენება. როგორც ჩანს, ეს აკრძალვა მას შემდეგ მოიხსნა, რადგან უკრაინამ ATACMS რამდენიმე დარტმისთვის გამოიყენა 2025 წლის ბოლო თვეებში. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ასეთი აკრძალვა საერთოდ არსებობდა, გვიჩვენებს, რომ ATACMS არის რაკეტა, რომელსაც თან ახლავს პირობები. უკრაინა მას მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, როცა აშშ-ში ამის ნებართვას მისცემს. ეს ასე არ არის FPFP-9-ის ან FPFP-7-ის შემთხვევაში. უკრაინის ორივე ახალი ბალისტიკური რაკეტა ასევე კარგად შეედრება ამერიკულ სისტემას. FPFP-7-ის აქვს მსგავსი მახასიათებლები, როგორც ბლოკ 1 ATACMS, რომლის სიშორეც 165 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 102 მილია. სინამდვილეში FP7 უფრო შორს მიფრინავს, ხოლო FP9 სიშორითა და სიმძლავრით რით ბევრად უსწრებს ATACMS. აი ეს აშინებს პუტინს. თუნდაც აშშ-მ უკრაინას სრული ნებართვა მისცეს ATACMS-ის გამოყენებაზე, ამერიკული რაკეტა უმეტეს შემთხვევაში საზღვისპირა რეგიონებს ვერ გასცდებოდა. მაგრამ FP9 სულ სხვა საქმე. მაგრამ Firepoint-ი აქ არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რამდენად საშიშია FP9 კრემლისთვის, Firepoint-ი კიდევ უფრო შორს წასვლაზე მუშაობს. უკვე სასიკვდილო რაკეტას კიდევ უფრო საშიშს ხდიან. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ აქ, სამხედრო შოუში. ამაზე ბევრად მეტი გვაქვს თქვენთვის, ასე რომ არ დაგავიწყდეთ გამოწერა თუ ჩვენი არხი თქვენთვის საინტერესოა. კიდევ რა აქვს Firepoint-ს მომზადებული? ყველაფერი გაირკვა აპრილის 6-ის United 24 მედიის ანგარიშში, სადაც ნათქვა-ქვამია, რომ კომპანიას საკმაოდ შთამბეჭდავი გეგმები აქვს თავისი ახალი FP9 რაკეტისთვის. ვერსია, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ, რუსეთის Iskander M-ს გავს, იმ მხრივ, რომ ეს მიწა კლასის რაკეტაა. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვთქვით ვერსია. ეს ნიშნავს, რომ FP9-ის კიდევ ერთი ვერსია მუშავდება. დენის შკელიანინმა, რომელიც FP9-ის კონსტრუქტორია, დაადასტურა, რომ ეს ასეა, რადგან Firepoint-ი უკვე ადაპტირებს FP9-ს, რათა ის ჰაერიდან გაშვებადი გახდეს. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა, რომელიც რაკეტის ის მოქმედების რადიუსს კიდევ უფრო გაზრდის. ისაც უკვე მოსკოვის გამანადგურებლად გამოიყურება, შეიძლება კიდევ უფრო მომოკვდინებელი გახდეს, როდესაც მას თვითფრინავიდან გაშვების სიჩქარე და მაღალი სიმაღლე დაემატება. საწვავის დაზოგვა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. საწვავის ხარჯიანი ასვლის გარეშე FPFP-9-ს შეუძლია თავისი საწვავის მარაგი გამოიყენოს, რომ კიდევ უფრო ღრმად შეიჭრას რუსეთში. თუ ვივარაუდებთ, რომ FPFP-9-ის ეს მოდიფიცირებული ვერსია უკრაინის გამანადგურებელი თვითფრინავებიდან უნდა გაეშვას, მაშინ ის ასევე გაშვებული იქნება ისეთი სიმაღლიდან, რომელიც რუსული საჰაერო თავდაცვისგან უსაფრთხოა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა შეძლებს უსაფრთხო საჰაერო დერეფნების შერჩევას. უკვე მრავალი დრონით თავდასხმის მიზეზი არსებობდა, რის გამოც უკრაინამ 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე 492 დარტყმა განახორციელა. შესაძლოა ახლა კიდევ ერთი მიზეზი ვიპოვეთ, რატო უნდა ამოიღონ ეს სისტემები ომიდან. თუ Firepoint-ი ამას შეძლებს, მაშინ უკრაინა კიდევ ერთ ასპექტში გაუტოლდება რუსეთს შორმანძილზე ბრძოლისას. რუსეთს აქვს KH-47M2 კინჟალი, რომელიც არის საჰაერო სტარტის ბალისტიკური რაკეტა და ხშირად იტვირთება MiG-31-ზე. თუ FP9-ის საჰაერო სტარტის ვერსია შეინარჩუნებს მიწის ვერსიის მახასიათებლებს, მას თითქმის ორჯერ მეტი საბრძოლო ტვირთი ექნება. ჩვენ არ ვიცით სიშორეზე, მაგრამ დიდი ალბათობით ის მინიმუმ მიუახლოვდება კინჟალის 1500 კილომეტრიან, ანუ 922 მილის მინიმალურ სიშორეს, რადგან საჰაერო პლატფორმიდან ხდება მისი გაშვება. გიქვეის რას გრძნობს პუტინი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა მან უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანას ძალიან ცოტა ადგილობრივი წარმოების იარაღი ჰქონდა და მსგავსი არაფერი იყო განვითარების ეტაპზე. მაშინაც კი როცა დასავლეთი სამხედრო დახმარებით მივიდა, მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები მოკლე მანძილის ვარიანტები იყო და უკრაინას მათი გამოყენებისთვის ნებართვის მიღება სჭირდებოდა. დამანგრეველია დიახ, შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობა და ზოგიერთი სამიზნე, რომელსაც უკრაინამ საზღვრისპირა რეგიონებში დაარტყა, ამას ადასტურებს. მაგრამ მანძილისა და ნებართვის შეზღუდვების კომბინაციამ გამოიწვია ის, რომ უკრაინის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე მის საზღვრებს დიდად ვერ გასცდებოდა. ახლა კი თამაში შეიცვალა. FPFP-9 როგორც ჩანს, მზად არის მთლიანად შეცვალოს უკრაინის ომი, რადგან ახლა კიევისთვის მოსკოვით სტრატეგიულ სამიზნედ იქცა. ამ სტრატეგებს ალბათ გარკვეული კმაყოფილება ექნებათ იმით, რომ ახლა შეუძლიათ რუსეთის ისკანდერის სტრატეგია თავად რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. დედაქალაქის სანაცვლოდ შეიძლება იყოს ახალი უკრაინული მიდგომა. საბოლოო ჯამში პუტინის ძალები ნამდვილად არ მორიდებიან კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვას. Military Watch-ის ინფორმაციით, 15 აპრილს და 16 აპრილის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტებზე 24 ისკანდერის რაკეტა გაუშვა. იმ შეტევაში, რომლის დროსაც უკრაინამ 24 საათში მის წინააღმდეგ გაშვებული სულ 703 საჰაერო შეტევის საშუალება დააფიქსირა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, 24 აპრილს მეცახმა კიდევ ერთ რუსულ საჰაერო დარტყმაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც კიდევ 2 ისკანდერის რაკეტა იყო გამოყენებული. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია გასული თვიდან. რუსეთმა ასობით ისკანდერის რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, ხშირად დათვმისა და სატყუარა დრონების მასივთან ერთად, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვას უნდა გადატვირთავდეს, რათა რუსულმა რაკეტებმა შეძლონ ზიანის მიყენება.
FP-9 ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს პუტინს თავისივე მეთოდებით უპასუხოს. უკრაინა თავის ახალ ბალისტიკურ რაკეტას ზუსტად ისე არ გამოიყენებს, როგორც რუსეთი იყენებს თავის ისკანდერებს. პუტინი ყველაფერს აკეთებს შიშის დასათესად. არ აქვს მნიშვნელობა, რას დაარტყამს ამისთვის. ამისთვის ის მზადაა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლას. სულ მცირედ 15578 ადამიანი მოკვდა და 43352 დაიჭრა რუსეთის თავდასხმების შედეგად. უკრაინა ბევრად უფრო სტრატეგიულად მოქმედებს. ის გამოიყენებს თავის FP-9-ებს მოსკოვის რეგიონის დასარტყმელად, რა თქმა უნდა, მაგრამ დაარტყამს სამხედრო ობიექტებს, ან შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების ცენტრს. კრემლი მოსკოვის ცენტრშია და ეს FP-9-ისთვის აშკარა სამიზნეა. მიუხედავად იმისა, რომ გამაგრებულია, ეს არის ადგილი, სადაც რუსეთის მთავრობა მუშაობს და ითვლება, რომ პუტინი აქ ატარებს თავის დროის უმეტეს ნაწილს. არა რომ ასე იყოს, მაგრამ ამაზე მალე ვისაუბრებთ. უკრაინის ახალი ბალისტიკური რაკეტების სხვა პოტენციურ სამიზნეებს შორის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც არის. გაზპრომის მიერ მართული ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მთელი მოსკოვის რეგიონისთვის ავტომობილების საწვავის მთავარი მიმწოდებელია. თუ უკრაინა სურს პუტინის მიერ დაწყებული ომის გემო რუსეთის დედაქალაქში დააბრუნოს ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ზიანი არ მიაყენოს, ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განადგურება ამას უზრუნველყოფს. პუტინი ცდილობს მოსკოვის მოსახლეობა უკრაინაში შეჭრის ყველაზე მძიმე შედეგებისგან დაიცვას. თუ საწვავი რუსეთის დედაქალაქში ამოიწურება, პუტინს დიდი უკმაყოფილება შეხვდება. თუმცა FP-9-ის მნიშვნელობა შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმაზე, რა საერთოდ უკრაინა დასათმელად და უფრო მეტად იმ შესაძლებლობაზე, რომ მოსკოვს ბალისტიკური რაკეტით დაარტყას. უკრაინა მოსკოვის რეგიონი რამდენჯერმე დაარტყა მანამდე. პირველად მან დრონები რუსეთის დედაქალაქში 2023 წლის მაისში გაგზავნა და BBC-ს ეს შემთხვევა პუტინისთვის სივცხვილად შეაფასა. 2 წლის შემდეგ უკრაინა უკვე ყველაზე მასშტაბურ დრონების ტალღას უშვებდა მოსკოვის მიმართულებით. იმ დროისთვის, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 24 საათში მოსკოვის რეგიონში 91 დრონი ჩამოაგდეს. მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი. ეს იყო დრონების იერიშები. FP-9 უკრაინას კრემლისთვის მეტი საფრთხის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სარაკეტო იარაღის გაშვებაც კი არ არის საჭირო, რომ ეს საფრთხე შეიქმნას. ნებისმიერი დრონების ჯგუფი, რომელიც ახლა მოსკოვისკენ გაემართება, რუსეთს აიძულებს რეაგირებას. თითქოს ამ დრონებს FP-9-იც შეიძლება ახლდეს. საბოლოო ჯამში რუსეთმა დრონების ჯგუფების გამოყენების ტაქტიკა გამოიყენა იმისთვის, რომ უკრაინის წინააღმდეგ რაკეტების მისვლა დაეფარა. რუსეთს ესმის, რომ იგივე სტრატეგია შეიძლება მის წინააღმდეგაც გამოიყენონ. განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინა უკვე იმ ეტაპზეა, რომ რუსეთში დაახლოებით იგივე რაოდენობის ან კიდევ უფრო მეტ დრონს უშვებს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში. და თუ უკრაინა მართლაც გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს შეტევა, საინტერესო იქნება, როგორ გაუმკლავდება მოსკოვის საჰაერო თავდაცვა იმ ტიპის საფრთხეს, რომლის წინაშეც პუტინი არასდროს ფიქრობდა, რომ მოუწევდათ დადგომა. დაუშვათ, რომ კრემლი მართლაც გახდება სამიზნე. თუ ასე მოხდება, მაშინ პუტინი კიდევ უფრო მეტად მიიმალება, ვიდრე ახლა ხდება. კრემლი ითვლება რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციად და ყველაფრის ნერვულ ცენტრად, რასაც ის აკეთებს. თუმცა პუტინი კრემლში დიდ დროს არ ატარებს. ოპერაცია ეპიკური რისხვის. პირველ კვირებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინი კრემლში იშვიათად ჩნდებოდა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ეშინოდა აშშ-ში მასაც იგივე გაუკეთებდა, რაც ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის გაუკეთა. პუტინს არ სურდა კრემლთან ახლოს ყოფნა მაშინაც კი, როცა ამერიკული ბუნკერ ბასტერის მცირე საფრთხეც არსებობდა. როგორ იმოქმედებს ის ახლა, როცა უკრაინა თითქმის მზადაა მიიღოს საკუთარი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც კრემლამდე მიღწევა შეუძლია. პუტინი ალბათ მაქსიმალურად ეცდება თავი აარიდოს საკუთარ ძალაუფლების ცენტრს. ის ამას ისედაც აკეთებს. როგორც რადიო თავისუფლებამ 2025 წლის ნოემბერში გაამჟღავნეს, პუტინს თითქმის 3 იდენტური ოფისი აქვს აშენებული, რათა ყოველთვის შეძლოს თავისი ადგილმდებარეობის დამალვა. ის კრემლში იმდენად ბევრ დროს არ ატარებს, რამდენიც უნდა ატარებდეს, ასე რომ იმედოვნებს, რომ შეძლებს უკრაინის კრემლის მკვლელის თავიდან აცილებას და შეიძლება მართლა შეძლოს კიდეც. შეიძლება უკრაინამ გამოიყენოს FP-9 კრემლის დასანგრევად და პუტინი იქ არ იყოს. რას იზამს მაშინ რუსეთის ლიდერი? როგორ გაამართლებს იმას, რაც უკრაინამ რუსეთის დედაქალაქში გააკეთა? რას მოიფიქრებს საბაბად იმისთვის, რომ რუსეთის მთავარი ძალაუფლების ცენტრთან ახლოსაც კი არ იყო? FP-9-ის დახმარებით უკრაინას აქვს შესაძლებლობა სამუდამოდ დაანგრიოს პუტინის ძლიერ ლიდერად აღქმა. ერთადერთი რაზეც პუტინი ეყრდნობა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შეიძლება დაინგრეს იმ წამსვე, როცა FP-9 პირდაპირ დაარტყამს რამე მნიშვნელოვანს რუსეთში. ილუზიები დაინგრა. პუტინს ეგონა, რომ უკრაინა ვერასდროს დაარტყამდა რუსეთს. ის შეცდა. პუტინს ეგონა, რომ არანაირი შანსი არ იყო უკრაინას ოდესმე შეეძლო საკუთარი ბალისტიკური რაკეტების შექმნა. როგორც FP-9, ასევე FP-7 ამტკიცებენ, რომ ის ცდებოდა. რუსეთის პრეზიდენტი ახლა იმედოვნებს, რომ უკრაინა მოსკოვს მხოლოდ იმ დრონებით დაურტყამს, რაც აქამდე გამოიყენა და არაფრით მეტით. დაველოდოთ და ვნახოთ, დააპირებს თუ არა უკრაინა ამ კონკრეტული ილუზიის დამსხვრევას, როცა FP-9 გამოჩნდება. პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთს უკვე საკმარისი საფიქრალი ჰქონდა უკრაინის შიდა იარაღის მწარმოებლებთან, სანამ ახალი ბალისტიკური რაკეტები გამოჩნდებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის საშიშ წინა ხაზის სასიკვდილო ზონებში ინფორმაცია ყველაფერია. რაც უფრო მეტს იცნობ მტრის მდებარეობასა და გადაადგილებაზე, მით მეტი ძალა გაქვს. სირთულე იმაშია, რომ ეს ინფორმაცია რეალურად მოიპოვო, მაგრამ რა მოხდებოდა თუ გექნებოდა საშუალება, შენი მოწინააღმდეგე ისე აგეძულებინა, საკუთარი ზუსტი პოზიციები გაემჟღავნებინა ისე, რომ თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რას აკეთებდა.
ზუსტად ეს მოახერხეს უკრაინელმა გენიალურმა ჰაკერებმა. და აი როგორ. ყველაფერი ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიამდე დადის. ეს არის Starlink, სატელიტური ინტერნეტის სერვისი, რომელსაც Elon Musk-ის SpaceX მართავს. Starlink-მა დიდი როლი ითამაშა მთელი კონფლიქტის განმავლობაში. ის ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში გამოიყენეს უკრაინაში, რათა ჩაენაცვლებინათ რუსების მიერ დაზიანებული ან განადგურებული ინტერნეტისა და საკომუნიკაციო ქსელები. მას შემდეგ გასულ წლებში უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობამ, მთავრობამ და სამხედრო ძალებმა ყველა მისარგებლეს ამ სერვისით. ომით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ამ სერვისს იყენებდა გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად ან ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად. მაგალითად, სკოლებმა, საავადმყოფოებმა და უკრაინის რკინიგზის მატარებლებმაც კი გამოიყენეს Starlink-ის სატელიტების შესაძლებლობები, რათა მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები მიეწოდებინათ. ამასობაში მიუხედავად Elon Musk-ისა და SpaceX-ის პრეზიდენტის გვინ შოტველის პროტესტისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე იპოვეს გზები, რომ Starlink-ის შესაძლებლობები გამოეყენებინათ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და ოკუპანტების წინააღმდეგ კონტრშეტევების განსახორციელებლად. მას უკრაინის საბრძოლო ველებზე კომუნიკაციის აუცილებელ საყრდენს უწოდებენ, რადგან ბევრ დანაყოფს მინიმუმ ერთი Starlink-ის ტერმინალი აქვს, რათა კავშირზე დარჩნენ და მნიშვნელოვანი მონაცემები შეაგროვონ. დრონების ეკიპაჟებმაც იპოვეს გზები, რომ Starlink-ი გამოეყენებინათ უპილოტო საფრენი აპარატების, UAV-ების მართვისას რუსული ძალების წინააღმდეგ შეტევებში. ზოგიერთ დრონს კი საკუთარი Starlink-ის ტერმინალიც კი აქვს დამონტაჟებული. ამასობაში რუსეთს ოფიციალურად ეკრძალება Starlink-ის გამოყენება საკუთარ საზღვრებში, რადგან SpaceX-მა ცუდომა შეზღუდა geofencing-ის სახელწოდებით ცნობილი ტექნიკით, რაც გულისხმობს სერვისის ხელმისაწვდომობის კონკრეტულ ტერიტორიებზე შეზღუდვას. თუმცა ამ შეზღუდვების შენარჩუნება უკრაინის სადავო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცილებით რთული აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, რუსულ ძალებს ზოგიერთ ფრონტისპირა რეგიონში კონტრაბანდული ტერმინალების გამოყენება შეუძლიათ. ომის ადრეულ ეტაპებზე ეს იმას ნიშნავდა, რომ უკრაინას კავშირისა და კომუნიკაციების მხრივ უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. მაგალითად 2024 წლის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ გაამჟღავნა, რომ რუსული ძალები Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებს იყენებდნენ. სინამდვილეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ რუსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ Starlink-ს და მათ ათასობით ტერმინალი ჰქონდათ. ზუსტად არავინ იყო დარწმუნებული, როგორ მოხდა ეს. SpaceX-მა დაადასტურა, რომ არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ რუსეთისთვის ტერმინალები არ გაუკიდია. მან დაამატა, რომ არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ქონია რუსეთის მთავრობასთან ან მის სამხედროებთან, ხოლო Starlink-მა დაადასტურა, რომ მისი სერვისი რუსეთში არ მუშაობს. კომპანიამ ასევე დაიმუქრა სანქციებით ან დეაქტივაციით ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, ვინც Starlink-ის პროდუქტები რუსულ ძალებს მიაწოდა. ამიტომ უკრაინის დაზვერვის აგენტებმა უფრო ღრმად დაიწყეს გამოძიება. მათ გამოაქვეყნეს გადაჭერილი რუსული რადიოკომუნიკაციის ჩანაწერი, სადაც განიხილავდნენ Starlink-ის ტერმინალების არაბული ქვეყნის მეშვეობით შეძენის შესაძლებლობას. ამასობაში კიდევ მეტი მტკიცებულება გამოჩნდა, რომ რუსული არმია Starlink-ს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალები თავად რუსეთში არ მუშაობდა, ისინი ფუნქციონირებდნენ ფრონტის ხაზზე და ეს უკრაინისა და SpaceX-ისთვის სერიოზულ დილემას წარმოადგენდა. თუ კომპანია Starlink-ის მუშაობას ამ ადგილებში გააგრძელებდა, ორივე მხარე ისარგებლებდა ამით და რუსები თავიანთი უკანონოდ მოპოვებული ტერმინალებით შეძლებდნენ უკრაინულ პოზიციებზე შეტევების ორგანიზებას. ამავე დროს თუ SpaceX გადაწყვეტდა გაეფართოვებინა თავისი გეოგრაფიული შეზღუდვის ზომები და შეეჩერებინა Starlink-ის გამოყენება რუსული ძალებისთვის ფრონტის ხაზზე, ეს შესაძლოა უკრაინასაც შეუშლიდა ხელსწრომასა და კომუნიკაციებში. უკრაინულმა ჯგუფებმა შესაბამისად Starlink-ის ინჟინრებს შესთავაზეს ერთად ემუშავათ იმაზე, თუ როგორ გაეთიშათ სერვისი რუსი მომხმარებლებისთვის ისე, რომ უკრაინაზე გავლენა არ მოეხდინა. 2024 წლის მაისში ჩანდა, რომ ეს ამბავი დადებითად დასრულდა. Pentagon-მა და SpaceX-მა განაცხადეს, რომ რუსებისთვის Starlink-ის სატელიტების გამოყენება ოფიციალურად დაბლოკეს. თუმცა John Plumb-მა ASS-ის თავდაცვის დეპარტამენტის კოსმოსური პოლიტიკის თანაშემწე მდივანმა გააფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა მაინც იპოვოს გზები ბლოკის გვერდის ავლით. ამ დროისთვის ჩვენ წარმატებით შევაჩერეთ რუსეთის გამოყენება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთი კვლავაც შეეცდება იპოვოს გზები Starlink-ისა და სხვა კომერციული საკომუნიკაციო სისტემების გამოსაღენებლად. ეს პრობლემა გაგრძელდება. ფიქრობ, ჩვენ გავერკვეთ ამ საკითხში და ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილებები, როგორც Starlink-ისთვის, ასევე უკრაინისთვის. ლამბის ნათქვამი მართალი აღმოჩნდა. პენტაგონის განცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში უკრაინიდან კიდევ მეტი მტკიცებულება გაჩნდა იმის შესახებ, რომ რუსეთი იყენებდა დრონებს, რომლებიც Starlink-ის სისტემებით იყო აღჭურვილი და ჩანდა, რომ ეს პრობლემა არასდროს გაქრებოდა. სინამდვილეში 2024 წელს მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა.
მტკიცებულებები აჩვენებდა, რომ 10,000-ობით Starlink-ის სატელიტური მიმღები კვლავ კონტრაბანდით შექონდათ რუსეთში სხვადასხვა ქვეყნის გავლით, მათ შორის თურქეთის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მეშვეობით. როგორც კი ისინი ფრონტის ხაზზე ხდებოდნენ, სწორედ ამ მიმღებებმა რუს ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს ცხოვრება ბევრად გაუადვილეს. მათ შეეძლოთ ამ მიმღებლების გამოყენება თავდასხმითი დრონების მოქმედების არეს გასაზრდელად, ასევე მათი უფრო ზუსტისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩახშობის გასაძნელებლად. ეს კი თავის მხრივ მათ უფრო ეფექტურსა და მომაკვდინებელს ხდიდა. რუსმა ოფიცრებმაც გამოიყენეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი, რათა რეალურ დროში მიეღოთ საბრძოლო ველის რუკები, განახლებული ინფორმაცია ჯარების მდებარეობისა და რელიეფის გამოსახულებების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევდა უფრო მარტივად და ეფექტურად ეკოორდინირებინათ თავიანთი ჯარები და რესურსები. უკრაინელი კიბერომის ექსპერტი კოდური სახელით Goldfinger ჟურნალისტებთან საუბარში ასე შეაჯამა სიტუაცია. 2025 წლიდან მათ დაიწყეს Starlink-ების გამოყენება დიდი დრონების სამართავად და შეტევების უფრო მაღალი სიზუსტისთვის, რაც მათ უპირატესობას აძლევს ჩვენი ანტიდრონული სისტემების გვერდისავლით. ამიტომ ეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და საშიში ხდებოდა. სიტუაცია სულ უფრო მძიმე ჩანდა. 2026 წლის თებერვლის დასაწყისისთვის უკრაინა ძლიერად იყო დაზარალებული რუსების ხანგრძლივი და განსაკუთრებით ინტენსიური დაბომბვების კამპანიის შემდეგ, რასაც ემატებოდა ხანგრძლივი და ცივი ზამთრის დამგრის დამანგრეველი ეფექტები. გადამეორებადი ელექტროენერგიის გათიშებით, რადგან კრემლის დრონების ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით ქვესადგურებსა და ენერგოობიექტებს ესმოდნენ თავს. იერუსლავმა უკრაინის 128 მძიმე მექანიზებული ბრიგადის დაზვერვის ოფიცერმა აღიარა, რომ იმ დროს მისი ქვეყნის პერსპექტივები ყველაზე ნათელი არ იყო. მტერი ცდილობდა თავისი დანაყოფების შეღწევას ირიბის შეტევის ოპერაციებით, განსაკუთრებით ცუდი ამინდის გამოყენებით, რათა ქვეითი ძალები პოზიციებს შორის გადაეყვანა და შეტევა გაეგრძელებინა. პირველი ბრიგადა იმ დროს ცდილობდა რუსეთის შეტევების მოგერიებას ზაპორიჟიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. უფრო აღმოსავლეთით რუსული ძალები ასევე ნელ-ნელა მიიწევდნენ ულიანაევკის ქალაქისკენ, მაშინ როცა უკრაინელი დამცველები უკან იხევდნენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა პოკროვსკი, ლიმანი და სხვაგან. შემდეგ SpaceX-მა რაღაც გააკეთა, რამაც მთელი სიტუაცია თავდაღირა დააღენა. კიევმა კომპანიას მიმართა თხოვნით, რომ უკრაინაში გამოყენებული ნებისმიერი Starlink-ის ტერმინალისთვის ახალი რეგისტრაციის მოთხოვნა დაენერგა. კომპანიამ დათანხმდა და სწრაფად ვედანერგა ახალი სისტემა. მოულოდნელად უკრაინის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ფრონტის ხაზზე, ვინც კი Starlink-ის სერვისით სარგებლობას ისურვებდა, უნდა მისულიყო ავტორიზებულ სერვის ცენტრში, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და წარედგინა პასპორტი. თუ ამას არ გააკეთებდნენ, მათი მოწყობილობები უბრალოდ არ იმუშავებდა. უკრაინისთვის ეს იყო დიდი გამარჯვება და უკიდურესად მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი. რუსეთისთვის კი კატასტროფა. მოულოდნელად უთვალავი ჯარისკაცი დანაყოფი და მეთაური დაბრმავდა და რუსი ოფიციალური პირებიც კი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ ამ ნაბიჯმა დრამატულად იმოქმედა მათ ოპერაციებზე. ანდრეი მედვედევი მაგალითად მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარის მოადგილე Telegram-ზე წერდა: SpaceX-ის ქმედებების შედეგად მტერზე დაგეგმილი დარტყმის ნაცვლად ჯოჯოხეთური ქაოსი მივიღეთ. რუსი სამხედრო ბლოგერებიც აღშფოთდნენ ამ გადაწყვეტილებით ონლაინში. მაგალითად, ალექსანდრ სლატკოვი, რომელმაც აღიარა, რომ Starlink-ზე წვდომის დაკარგვა ნამდვილად ქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს. და ორი მაიორის Telegram არხმა დაწერა: მილიონების საყვარელი ფაშისტი, ილონ მასკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებს ემსახურება. ეს შეიძლება ხსნიდეს ტერმინალების მასიურ მწყობრიდან გამოსვლას, რომელიც გუშინ საღამოს ფრონტზე დაიწყო. ასე კიდევ ერთხელ დაეხმარა ლიბერალების მიერ გაღმერთებული გენიოსი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩვენი ჯარისკაცების მოკლაში. სხვა სამხედრო ბლოგერებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ცდილობს პრობლემის გადალახვას, მაგრამ ამ ეტაპზე Starlink-ს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა არ აქვს. მათ დაამატეს, რომ კრემლი განიხილავს ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა რეგისტრაციის პროცესის გვერდისავლის ტექნიკები ან ჩინური სატელიტების გამოყენებაზე გადასვლა, მაგრამ დაადასტურეს, რომ ამ შესაძლო გადაწყვეტილებებიდან რომელიმეს განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ დრო ფასეული რესურსია რუსი ჯარისკაცებისთვის ფრონტის ხაზზე. მათგან უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე დღეს ძლებს სასიკვდილო ზონებში, სანამ დაიჭრებიან ან უარესი დაემართებათ და მათ არ შეუძლიათ დაელოდონ, როდის იპოვიან ხელისუფლებები ამ პრობლემის გადაჭრის გზას. ამიტომ ისინი სასოწარკვეთილები გახდნენ და უკრაინელი ჰაკერების ჯგუფმა სრულად ისარგებლა ამ სასოწარკვეთილებით. ეხლა მცირე შენიშვნა. აი რატო ვაკეთებთ სამხედრო შოუს, რომ აგიხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალაუფლება. თუ პირველად ხართ აქ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი. ეხლა ზოგმა რუსმა გააცნობიერა, რომ ერთადერთი გზა, რომ Starlink-ის სერვისი დაებრუნებინათ, იყო გზა ეპოვათ თავიანთი ტერმინალების დასარეგისტრირებლად. ისინი ამას თვითონ ვერ შეძლებდნენ, რადგან ამისთვის უკრაინის ტერიტორიაზე სიღრმეში შესვლა და როგორღაც უკრაინული პასპორტების მოპოვება იქნებოდა საჭირო. ეს კი ზედმეტად სახიფათო იყო. ამიტომ მათ დაიწყეს უკრაინელების ძებნა, რომლებიც მზად იქნებოდნენ დახმარებოდნენ. ისინი დიდ თანხებს თავაზობდნენ ყველას, ვინც ტერმინალებს მათ სახელზე დაარეგისტრირებდა და კავშირს აღუდგენდა. ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო, მაგრამ ადგილზე მყოფი ჯარისკაცებისთვის ეს ერთადერთი დარჩენილი გამოსავალი იყო.
ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი თხოვნები 256 კიბერშეტევის დივიზიის ყურადღებას მიიპყრობდა. ეს იყო უკრაინელი კიბერომის სპეციალისტების ჯგუფი. ჯგუფს ხელმძღვანელობდა თავად გოლდფინგერი, ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადაწყვიტა თავისი ქვეყნის სამსახურით ციფრულ სივრცეში ჰაკერად გაეგრძელებინა. დივიზიამ იგრძნო, რომ ეს იყო შესაძლებლობა რუსებისთვის მახე დაეგოთ, რაც ომის მიმდინარეობა შეცვლიდა და ამ პროცესში უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენდა. მათ გადაწყვიტეს თავი კიბერდამნაშავეთა ჯგუფად მოეჩვენებინათ და დაიწყეს სასოწარკვეთილ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირება. თითქოს უკრაინაში მათი Starlink-ის მიმღებების რეგისტრაციას შესთავაზებდნენ კრიპტოვალუტაში გადახდის სანაცვლოდ. როგორც კი ვინმე ანკესზე წამოეგებოდა, თაღლითობა იწყებოდა. უკრაინელმა ჰაკერებმა თავიანთი მსხვერპლი ნელ-ნელა უფრო ღრმად შეიტყუეს მახეში. თავიდან სთხოვდნენ მათ ჩვეულებრივ ინფორმაციას, მაგალითად მათი მოწყობილობების სერიული ნომრებს. ეს ყველაფერი რუსებისთვის ჩვეულებრივად და განსაკუთრებით სარისკოდ არ ჩანდა. ამიტომ მათ თავიანთი მონაცემები გააგზავნეს. შემდეგ ჰაკერებმა კიდევ უფრო შორს წავიდნენ და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს. საბოლოოდ, როცა რუსებისგან მომსახურებისთვის გადახდაც მიიღეს, ჰაკერები თავიანთი სქემის ბოლო ეტაპზე გადავიდნენ და ჯარისკაცებს ზუსტი GPS კოორდინატები სთხოვეს. ამ ეტაპზე ბევრი რუსი ჯარისკაცი უკვე მთლიანად იყო ჩართული ამ იდეაში. მათ უკვე გადაიხადეს და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გასცეს, ამიტომაც დათანხმდნენ მოთხოვნას და ნებაყოფლობით მიაწოდეს ზუსტი მონაცემები თავიანთი მდებარეობის შესახებ. ამის შემდეგ ჰაკერებს მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ ეს ინფორმაცია გადაეცათ უკრაინის სამხედრო ნაწილებისთვის, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და შემდეგ მარტივად შეეძლოთ ჩუმად მისულიყვნენ და გაენადგურებინათ რუსები. ეს თავხედური ხრიკია, მაგრამ მუშაობს. 256 დივიზია იუწყება, რომ 2600-ზე მეტი რუსი პირდაპირ ამ მახეში გაება და საკუთარი ადგილმდებარეობა გაამჟღავნა. ეს თავის მხრივ დაეხმარა უკრაინის სამხედროებს, რომ გაეგოთ რუსული სარდლობის პუნქტების, დრონების ოპერატორების პოზიციების, ჯარისკაცების კონცენტრაციისა და შტაბების ზუსტი კოორდინატები. გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ტაკერი, რომელმაც მთელი დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა ამ გენიალურ უკრაინელ ჰაკერებს, Times Radio Frontline-ის პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში დამატებით ინფორმაციას ავცელებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მათი თაღლითობა. მან განმარტა, რომ გუნდი მხოლოდ 6 ადამიანისგან შედგება, მაგრამ მათ შეძლეს შეექმნათ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც მათთვის უმეტეს სამუშაოს ასრულებს. რუსებს უკავშირდება და თითოეულ მონაცემს ეტაპობრივად აგროვებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირე ჯგუფია, მტრის ძალების დიდი რაოდენობა მოაქციონ სამიზნეში. მან დაამატა, რომ ჰაკერები სხვა გზებითაც მოქმედებენ. სხვადასხვა კიბერტექნიკას იყენებენ, რუსული ელფოსტის ანგარიშებში შესასვლელად, ან ყალბხელოვნური ინტელექტით შექმნილ ქალის პროფილებს იყენებენ, რათა რუსი წინა ხაზის ჯარისკაცებთან ისაუბრონ და დაარწმუნონ, რომ მათ პოზიციებისა და გადაადგილების შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები გაამხილონ. ეს ყველაფერი ეხმარება უკრაინას დაზვერვითი მონაცემთა ბაზის გამდიდრებაში და ბრძოლის ველზე უფრო მკაფიო სურათის შექმნაში. როგორც კი ჰაკერები რაიმე მნიშვნელოვანს გაიგებენ, ისინი ამ ინფორმაციას სამხედრო სარდლობის ცენტრებს გადასცემენ. ჰაკერმა ზოგარ გადაიღო ის მომენტი, როცა ზარი შევიდა სარდლობის პოსტზე თავად გოლდფინგერისგან, რომელმაც გაამხილა, რომ რუსი ჯარისკაცი ახლოს იმალებოდა. ის ხსნის, რომ როდესაც უკრაინის ჯგუფები ასეთ ინფორმაციას იღებენ, ისინი უბრალოდ არ უშვებენ დრონებს ან არ ბომბავენ იმ ადგილებს გადამოწმების გარეშე. ისინი არ სურთ რისკზე წასვლა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება ან რესურსების ფუჭად ხარჯვა. ამიტომ ჯერ ატარებენ სადაზვერვო დაკვირვებას, რათა დაადასტურონ, რომ რუსები ნამდვილად იმყოფებიან იქ, სანამ შემდეგ ნაბიჯებს დაგეგმავენ. The Times-ისთვის დაწერილ სტატიაში ტაკერი მოხავს მაგალითი, სადაც იაროსლავმა 128 მძიმე მექანიზებული ბრიგადიდან კოორდინატები მიიღო 246 დივიზიიდან. და ამ კოორდინატებს ადებს სადაზვერვო გამოსახულებებზე, აკვირდება და ადიდებს გამოსახულებას იმ ზუსტ ადგილას, სადაც მიიჩნევა, რომ რუსები არიან განლაგებულნი. ის მალევე ამჩნევს მტრის ჯარისკაცების დამახასიათებელ ნიშნებს, მათ შორის ახალ კვალს და ტოტების გროვებს, რომლებიც მათ სამალავს ნიღბავს. მას შემდეგ, რაც იაროსლავმა დაადასტურა დაზვერვის ინფორმაცია, მან კოორდინატები გადასცა ჯაჭვის შემდეგ რგოლს, უკრაინელ დრონების ოპერატორებს, რომლებმაც შემდეგ ზუსტი დარტყმა განახორციელეს სამალავზე. იაროსლავი და მისი თანამებრძოლი ოფიცრები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, როგორ შეეჯახა კამიკაძე დრონი ნაგებობის სახურავს და მთლიანად ჩამოანგრია სამალავი შიგნით შეკრებილ რუსებზე. დარტყმამდე რამდენიმე წამით ადრე დრონის კამერა კიდევ რაღაცას ამჩნევს. სატელიტურ თეფს შენობის სახურავზე, რომელიც ცისკენ კი არა, ახლო მდებარე სოფლისკენ არის მიმართული. ესეც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ფრონტის პირა ადგილებში. მას შემდეგ, რაც SpaceX-მა Starlink-ის სერვისი გათიშა, რუსებმა დაიწყეს სატელიტური თეფშების გამოყენება, რათა Wi-Fi ხიდები შეექმნათ დანაყოფებს შორის და კომუნიკაცია შეძლებოდათ. ერთი მხრივ ეს პრობლემის გადალახვის ინოვაციური გზა. მეორე მხრივ კი ეს კიდევ უფრო ამარტივებს უკრაინისთვის იმის გარკვევას, სად იმალებიან რუსები. მათ უბრალოდ სჭირდებათ სატელიტური თეფშების მოძებნა, ნახონ რომელ მხარეს არიან მიმართული და ხაზებს გახვნენ, რათა მეტი ჯარისკაცი იპოვონ. იარო დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰაკერებს თავიანთი მდებარეობის მონაცემები უნებლიეთ გაუმხილეს, ბევრი რუსი მაინც იმავე ადგილას დარჩა, სულ ცოტა ხნით მაინც, რაც უკრაინას აძლევდა დროს, რომ ისინი ეპოვნა და გაენადგურებინა. ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს.
მაგალითად, შეიძლება ზოგი რუსი ჯარისკაცი უბრალოდ ძალიან სულელია, რომ მიხვდეს, რომ მოატყუეს. სხვა მხრივ შეიძლება მიხვდნენ, რომ ატყუებენ, მაგრამ ძალიან ეშინიათ, რომ უფროსებს ან თანამებრძოლებს გამოუთხნენ. ამიტომ ჩუმად რჩებიან და იმედოვნებენ, რომ ეს შეცდომა საბედისწერო არ აღმოჩნდება. ზოგ შემთხვევაში რუსებს გადაადგილება სურთ, მაგრამ უბრალოდ ვერ ახერხებენ ამას, რადგან ისეთ საშიშ ადგილებში არიან განლაგებულები, სადაც უკრაინული დრონები ზემოდან დაფრინავენ და ნებისმიერ მოძრაობას აკვირდებიან. შედეგად ამ ჯარისკაცებიდან ბევრი იღუპება მხოლოდ საკუთარი გულუბხვილობის გამო, რამაც უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის ცხოვრება ბევრად გაამარტივა. ოპერატორები როგორიცაა კატერინა, რომელიც 23 წლის იყო და 4 თვის ორსული, როცა ტაკერი მას შეხვდა. მან სამხედრო სამსახურში ჩაწერა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ომის პირველ წელს საკუთარ სოფელში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ საშინელებებს შეესწრო. ჩემი თანასოფლელები ოკუპაციის დროს იტანჯებოდნენ. ზოგიერთი მამაკაცი თყვედ წაიყვანეს, ერთი კი წამებით მოკლეს. ისინი ხვიდნენ ხელყუმბარებს სარდაფებში, სადაც ადამიანები იმალებოდნენ და ძალიან ეშინოდათ გამოსვლის. ამის შედეგად ზოგი ადამიანი დაიღუპა. ეხლა ის ერთ-ერთია იმ მრავალი დრონის პილოტს შორის, რომლებიც ჰაკერების მიერ მოპოვებულ მონაცემებს იყენებენ კრემლის ჯარისკაცაცების გასანადგურებლად, მტრის წინსვლის შესანელებლად და მისი სამხედრო მანქანის დასასუსტებლად, თითო დარტყმით. უბრალოდ შურისძიების წყურვილი მაქვს ყველაფრისთვის, რაც აქ გააკეთეს და რასაც აკეთებენ. მე ვიცავ ჩემს დებს, ძმებს, პატარა დიშვილებს და სინამდვილეში უკრაინაში ყველა ბავშვს, რომლებიც რუსული აგრესიისგან იტანჯებიან და ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ მომავალში ჩემმა შვილებმა მშვიდობაში იცხოვრონ. მაშ რამდენად ეფექტური იყო ეს მეთოდი? ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ტაკერი აღიარებს, შეუძლებელია ზუსტად დათვალო, რა მოცულობის რუსული დანაკარგები გამოიწვია ამ ოპერაციამ. უკრაინის წინახაზის მებრძოლებმა ნამდვილად იგრძნეს მისი შედეგები. მათ გაამხილეს, რომ მას შემდეგ, რაც Starlink-ის ტერმინალები გამოირთო და ჰაკერული ოპერაციები დაიწყო, რუსული დარტყმები უკრაინის პოზიციებზე განსაცვიფრებელი 45%-ით შემცირდა. ტაკერი ვარაუდობს, რომ ამით უამრავი სიცოცხლე გადარჩა და სხვა კიბერბრიგადებმა ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე ბევრი რამ ისწავლეს 256 დივიზიისგან. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მათი მეთოდების მიბაძვა, რათა კიდევ უფრო მეტი Starlink-ის მონაცემები შეაგროვონ და მტერზე კიდევ უფრო გამანადგურებელი შეტევები განახორციელონ. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მეთოდი სამუდამოდ იმუშავებს. რუსები საბოლოოდ მიხვდებიან რა ხდება და ნაკლები ჯარისკაცი იქნება მზად, რომ საკუთარი მდებარეობის მონაცემები გაამშავნოს. მაგრამ უკრაინელი ჰაკერები შეუპოვრები არიან. ისინი უკვე მუშაობენ ახალ ხრიკებსა და ტექნიკებზე, რათა მტერი მოუმზადებელი დაიჭირონ და თანდათან უფრო მეტად ეყრდნობიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, როგორიცაა AI პერსონები ან AI დიზაინის ჰაკერული ინსტრუმენტები, რომ თავიანთი ოპერაციები გააძლიერონ. ამან მათ საშუალება მისცა შეეღწიათ კრემლის ოფიციალური პირებისა და მოსკოველი ბიზნესმენების ელფოსტაში. ასევე გამოევლინათ რუსული იარაღის ქარხნების საიდუმლო ადგილმდებარეობები, რომლებიც მას შემდეგ შორი მანძილის რაკეტებით დაარტყეს. მოკლედ რომ თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კიბერჯგუფები შეიძლება არ იდგნენ წინახაზზე, არ ისროდნენ შაშხანებს ან არ აწყობდნენ საარტილერიო დარტყმებს, ისინი მაინც განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ ამ ომზე. ინოვაციური, არასტანდარტული აზროვნებით, ქაოსის, დაბნეულობისა და კოლაფსის გავრცელებით კრემლის რიგებში. M767 ჰაუბიცა დიდი და მძიმე საარტილერიო იარაღია, რომლის წონა 4 ტონაზე მეტია. მას არ აქვს ძრავა და ჯავშანი და მიუხედავად იმისა, რომ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე დამიზნების და ცეცხლის მართვის სისტემები, ის მაინც ძალიან ტრადიციული სამხედრო ტექნიკაა. ამიტომ თეორიულად ის შედარებით უსარგებლო უნდა იყოს რუსეთ-უკრაინის ომში, კონფლიქტში, რომელიც ახლა მოწინავე უპილოტო საფრენი აპარატებითა და უახლესი იარაღის სისტემებით არის დომინირებული. საბოლოო ჯამში მათი კამიკაძე დრონებით, რომლებიც ცაში ირევიან, რუსეთს არ უნდა კონდეს დიდი სირთულე მტრის არტილერიის მოძებნასა და განადგურებაში. თუმცა გამძლეობის, ინოვაციისა და გონივრული ადაპტაციის წყალობით, უკრაინამ ეს თითქოს უსარგებლო იარაღი თავისი არსენალის ფასდაუდებელ და მომაკვდინებელ ელემენტად აქცია. მაგრამ სანამ ნახავთ, როგორ მოხდა ეს, მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ აღნიშნულ იარაღს. M767 ჰაუბიცა არის ბუქსირებადი, 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემა, რომელიც ბრიტანულმა თავდაცვის კომპანიამ BAE Systems-მა დააპროექტა და განავითარა. თუმცა მისი ნაწილების დაახლოებით 70% რეალურად შეერთებულ შტატებში მზადდება, ხოლო წარმოებისა და ინტეგრაციის სამუშაოები, როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში მიმდინარეობს. პირველი M767-ების წარმოების ხაზიდან 2000-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა და მას შემდეგ შეიარაღებაში მიიღეს აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, კოლუმბიის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და უკრაინის სახმელეთო ძალებმა, ხოლო M767-მა საბრძოლო მოქმედებებში პირველად ავღანეთის ომის დროს მიიღო მონაწილეობა. ისინი ასევე გამოიყენეს ერაყის ომში, სირიის სამოქალაქო ომში, იემენის სამოქალაქო ომში და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომშიც. არაერთხელ მათ თავიანთი უზარმაზარი ეფექტურობა დაამტკიცეს. და როცა M767-ის ტექნიკურ მახასიათებლებს დააკვირდებით, ადვილი გასაგებია რატომ. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დიდი და მძიმეა, ისინი მნიშვნელოვნად მსუბუქია ძველ მოდელებთან შედარებით.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 4.2 ტონაზე M777-41%-ით მსუბუქია იმ 7.15 ტონიან M-ას 98 ჰაუბიცერზე, რომლის შეცვლაც იყო მისი დანიშნულება. ეს პირველ რიგში იმის გამოა, რომ მისი კონსტრუქციის დიდი ნაწილი შედარებით მსუბუქი ტიტანისგანაა დამზადებული და რადგანაც ის ბევრად მსუბუქია თავის წინა მორბედზე, მისი გადაადგილება წერტილიდან წერტილამდე ბევრად უფრო მარტივია. მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია ვერტმფრენებითა და სატრანსპორტო თვითმფრინავებით, მაგალითად Lockheed CS-30 Hercules-ით ან C5 Galaxy-ით. ასევე შესაძლებელია მისი ბუქსირება მიწაზე საჰაერო მუხრუჭიანი მანქანებით, როგორიცაა FMTV და MTV-R ტაქტიკური მანქანები. M777-ის უფრო თანამედროვე დიზაინი ასევე ნიშნავს, რომ მის ექსპლუატაციაში ნაკლები ადამიანი მონაწილეობს. ძველ მოდელებს ეკიპაჟის 9 წევრი სჭირდებოდათ, მაშინ როცა M777 შეუძლია მუშაობა მხოლოდ 5 ან გადაუდებელ სიტუაციებში სულ 3 ადამიანის ეკიპაჟითაც კი. შეიძლება ითქვას, რომ M777-ის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი სიზუსტეა. თანამედროვე ციფრული ცეცხლის მართვის სისტემებისა და GPS-ით მართვადი საბრძოლო მასალის გამოყენებით, მას შეუძლია დააზიანოს სამიზნეები, რომლებიც 25 მილის, ანუ 40 კილომეტრის მანძილზეა, განსაკუთრებული სიზუსტით და მინიმალური შეცდომის ალბათობით. მისი წარმოუდგენელი სიზუსტის გამო ზოგიერთმა ექსპერტმა მას გიგანტური სნაიპერის თოფიც კი უწოდა, რადგან შეუძლია სამიზნეების მოხვედრა დიდი მანძილიდან უფრო ეფექტურად, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა ჰაუბიცა. ასევე აღსანიშნავია M777-ის მრავალმხრივობა. ის შეუძლია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის სროლა, მათ შორის M982 ჯგუფიანი საარტილერიო ჭურვებისა, რომლებიც სამიზნესთან 10 მეტრის, ანუ 33 ფუტის სიზუსტით ეცემა. მაშინაც კი როცა 24 კილომეტრის, ანუ 15 მილის მანძილიდან ისრიან. ასევე შეუძლია გაუშვას ისეთი ჭურვები, როგორიცაა M559A1 რაკეტით გაძლიერებული ჭურვები, Bofors-ის მართვადი საარტილერიო კლასტერის ჭურვები, M1028 ბაზის ბლიდის ჭურვები და XM-113 გაზრდილი სიშორის ჭურვებიც. ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში, 2022 წლის აპრილში, უკრაინამ მიიღო დიდი პარტია, 90 ერთეული M777 სისტემა შეერთებული შტატებისგან, ხოლო დამატებითი ერთეულები მიაწოდეს კანადამ და ავსტრალიამ. მეტი ერთეული შემოვიდა შემდეგ თვეებსა და წლებშიც. აშშ-მ ასევე მიაწოდა რამდენიმე მილიონი ჭურვი, როგორც ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა, ასევე სპეციალიზებული ჭურვები, მაგალითად M718 დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები RAM, რომელიც არის საარტილერიო ჭურვის ტიპი, რომლის შიგნითაც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია მოთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გარკვეული სირთულეები იყო, რადგან უკრაინელმა ჯარისკაცებმა უნდა ესწავლათ ამ სისტემების მაქსიმალურად გამოყენება, მალე ისინი ძალიან ეფექტურები აღმოჩნდნენ. მართლა 2024 წლის დასაწყისისთვის M777 უკვე ითვლებოდა როგორც შესაძლოა ყველაზე გამსაზღველი იარაღი ამ კონფლიქტში. იმ დროს артиллерია იყო ბრძოლის ველზე ყველაზე დიდი ზიანის მომტანი და ორივე მხარის დანაკარგების დაახლოებით 80% შეადგენდა. 2024 წლის თებერვლის შეფასებებით артиллерიის სისტემებს პირდაპირ მოკლული ან დაჭრილი ჰყავდათ დაახლოებით 400,000 ჯარისკაცი საერთო ჯამში. და მიუხედავად იმისა, რომ მის განკარგულებაში იყო მრავალი დასავლური შეიარაღების სისტემა, მათ შორის ფრანგული სეზარი, 155 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა, ამერიკული M142 მაღალი მობილურობის артиллерიის სარაკეტო სისტემა და M9 პალადინის თვითმავალი ქვემეხი. M777 უდავოდ ყველაზე მეტად ფასობდა უკრაინელი артиллеრისტების გუნდებში. იმიტომ რომ მასთან მუშაობა ძალიან მარტივი იყო, ძალიან ზუსტი და საიმედო იყო, რაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი ღირებულება. მაგალითად 2023 წლის თებერვალში კრემლის ძალები აგრესიულად ცდილობდნენ დაეკავებინათ პატარა ქალაქი დონბასში, სახელად ვუხლედარი. რუსი ჯარისკაცებისა და ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა შეიჭრა ამ ტერიტორიაზე. ერთ-ერთი შეტევა ასევე მოიცავდა დიდ მექანიზებულ კოლონას, რომელშიც შედიოდა ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ჯავშან მანქანები, რომლებიც ცდილობდნენ გაერლოთ ვიწრო გასასვლელი. M777-მა ისინი იოლად სათითაოდ გაანადგურა. მხოლოდ მოკლე დროში 30-ზე მეტი მძიმე შეიარაღების სისტემა განადგურდა, როცა უკრაინამ ამერიკული წარმოების M718 RAM ჭურვები გამოიყენა ტანკებისა და ჯავშან მანქანების მარტივად გასანადგურებლად. სხვა ფრონტის ხაზებზე უამრავი მსგავსი ისტორია იყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ომმა სრულიად სხვა მიმართულება მიიღო და ბევრ ექსპერტს M777-ის ბედი ყველაზე მეტად აშინებდა. რუსეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ტრადიციულ სახმელეთო ტაქტიკასა და მექანიზებულ შეტევებზე დამოკიდებულება და ამის ნაცვლად უპილოტო საფრენი აპარატების, UAV-ების უპრეცედენტო დიდი რაოდენობით გამოყენება დაიწყო. უკრაინამაც ნელა, მაგრამ შეუჩერებლად გადაინაცვლა ამ ტიპის ომზე, შექმნა და გამოიყენა საკუთარი დრონების არსენალი ტრის შეტევების წინააღმდეგ. და როდესაც ფრონტის ხაზზე ნებისმიერ მომენტში ათასობით დრონი დაფრინავს, დიდი და მძიმე საარტილერიო სისტემები მოულოდნელად უზარმაზარ სამიზნეებად იქცნენ, რომლებიც თითქოს უბრალოდ ელოდებიან რუკიდან გაქრობას. უკრაინას ვეღარ შეეძლო უბრალოდ სადაც უნდოდა იქ დაეყენებინა თავისი M777 ჰაუბიცები და მტრის შეტევით ჯგუფებზე ცეცხლი გაეხსნა.
ამის ნაცვლად მუდმივად ფრთხილად უნდა ყოფილიყო ზემოდან მომავალი საფრთხის, მუდმივად უნდა ეყურადებინა რუსეთის შაჰედის დრონებისა და სხვა ასაფეთქებელი უპილოტო აპარატების დამახასიათებელი ბზუილისთვის. რადგან მიუხედავად იმისა, რომ M777 ნამდვილად შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება, ის არ არის შექმნილი იმისთვის, რომ თავადაც ბევრი ზიანი აიტანოს. მას არ აქვს საკუთარი ჯავშანი ან სხვა დამცავი საშუალებები მაგალითად და ერთი დრონის დარტყმაც კი სწორ ადგილას საკმარისია, რომ მთელი ჰაუბიცა მწყობრიდან გამოვიდეს, ან დროებით, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში სამუდამოდ. საოცარი არ არის, რომ ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი თვლიდა, თითქოს M777 გარდაულად უსარგებლო გახდებოდა, როცა კონფლიქტი უფრო და უფრო დრონებით ომის ფაზაში გადავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ახლაც კი 2026 წელს უკრაინელი არტილერისტები კვლავ რეგულარულად იყენებენ 777-ს. ისინი კვლავ თვლიან მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად, რაც მათ ხელთ აქვთ. ხოლო ერთმა артиლერიის ეკიპაჟმა, პირველმა ცალკე შეტევითმა პოლკმა, ღიად აღიარა, რომ M777-ების გარეშე უკრაინა დღეს ბევრად უფრო სუსტ მდგომარეობაში იქნებოდა. პირველი პოლკი ამატებს, რომ ცოტა ხნის წინ მათ მიიღეს ამ ჰაუბიცების ახალი პარტია. ეხლა ჩვენ კიდევ რამდენიმე ასეთი 777 ჰაუბიცა გვაქვს და ყველა უკვე პოზიციაზეა. და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ისინი გვაქვს, რადგან ისინი ძალიან ზუსტია. ეს ქვემეხები აგრძელებენ შესანიშნავი ეფექტურობის ჩვენებას. უკრაინული ეკიპაჟები კი 80%-იან ეფექტურობაზე საუბრობენ. ეს ნიშნავს, რომ ნასროლი ჭურვების უმეტესობა ობა მიზანს ზუსტად ხვდება და ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მტრის ტანკებს, ტექნიკას, ჯარისკაცების კონცენტრაციებსა და სხვა ობიექტებს. მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი? როდესაც რუსული დრონები ცაში პატროლირებენ და საკმარისად დიდი საბრძოლო თვირთი აქვთ, რომ M777 წამებში გაანადგურონ, როგორ მოახერხა უკრაინამ ამ იარაღებისგან ასეთი დიდი სარგებლის მიღება მუდმივად და უწყვეტად. ეს ყველაფერი ადაპტაციაზეა დამოკიდებული. ომის ვითარების შეცვლასთან და განვითარებასთან ერთად, უკრაინასაც მოუწია მასთან ერთად განვითარება და ადაპტაცია. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ჩამოეწერათ M777 და ეღიარებინათ, რომ ისინი აღარ შეესაბამებიან მიზანს, კიევის ძალებმა ახალი ინოვაციური და გონივრული გზები იპოვეს მათი გამოყენებისთვის. მაგრამ სანამ ზუსტად ნახავთ, როგორ აკეთებენ ამას, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. ომის ადრეულ ეტაპებზე უკრაინა თავის M777 ჰაუბიცებს ფრონტის ხაზთან ახლოს მიატრევდა და მტრის პოზიციებზე ისროდა, მტრის ტექნიკას რუკიდან შლიდა. ეხლა დრონების საფრთხის გამო ეს ტაქტიკა აღარ მუშაობს. როგორც კი M777 ერთ ჭურვს ისვრის, მტერი მაშინვე აქტიურდება. დრონების ეკიპაჟები მოქმედებაში ერთვებიან, სადობიან სადაზვერვო უპილოტო აპარატებით, ლანცეტისის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალებით და შაჰიდის დრონების მუდმივი საფრთხით. საგარდაიქმნება სასიკვდილო სანადირო ველად, სადაც მტრის артиლერიას ეძებენ და ანადგურებენ. ეკიპაჟს კი არც კი რჩება დრო, რომ ხელახლა დატენონ, ან შემდეგი გასროლა მოამზადონ. შედეგად უკრაინას მოუწია M777-თან მუშაობის სტილის შეცვლა. იმის ნაცვლად, რომ ხანგრძლივი დროით ერთსა და იმავე ადგილას დარჩნენ, ისინი გადავიდნენ ეგრეთ წოდებულ დაარტყი და გაიქეცი ტაქტიკაზე, რაც გულისხმობს ჰაუბიცების გადაადგილებას დღეში რამდენჯერმე, ისე რომ ერთ ადგილას დიდხანს არ დარჩებიან. ეს მარტივი არ არის. პირველი პოლკი ამას აღიარებსაც და ამბობს: არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილია შენი ეკიპაჟი, ასეთ ქვემეხთან პოზიციაზე მისვლა ძირითადად ლატარია. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გადაადგილებისას შეგამჩნევენ და ჯარისკაცებს ასევე უწევთ მთელი საბრძოლო მასალისა და სხვა აღჭურვილობის ჩალაგება, როცა ერთი ადგილიდან მეორეში გადადიან. შემდეგ, როცა ახალ ადგილას ჩადიან, ისევ თავიდან უწევთ ქვემეხის აწყობა, მისი დატენვა, გასროლის გასწორება და ასე შემდეგ, სანამ ისევ მზად იქნებიან ტერიტორიის დასატოვებლად. ეს დამღლელი პროცესია, მაგრამ ეს არის საუკეთესო გზა, რომ ეს ჰაუბიცები რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს უვნებელი და ეფექტური. და ამ ეტაპზე ეს მუშაობს. აქ არის სწორედ ის მომენტი, როცა M777-ის კონსტრუქციული თავისებურებები საქმეში ერთვება. ის ფაქტი, რომ ის ბევრად მსუბუქია ძველ საარტილერიო სისტემებთან შედარებით, ნიშნავს, რომ მისი გადატანა არც ისე რთულია, თუნდაც რთულ რელიეფზე და უკრაინელმა ეკიპაჟებმა სრულყოფილად აითვისეს მათი ქვემეხების აწყობისა და დაშლის ხელოვნება. მათ შეუძლიათ ეს რთული პროცედურები რამდენიმე წუთში დაასრულონ, რაც საშუალებას აძლევს მათ სწრაფად შევიდნენ და გამოვიდნენ სროლის პოზიციებიდან, მანამ სანამ რუსებს ექნებათ დრო ზუსტად დაადგინონ მათი ადგილმდებარეობა და საპასუხო ცეცხლი გახსნან. მაგრამ ეს ერთადერთი გზა არ არის, რომლითაც უკრაინული ძალები მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ M777-ს 2026 წელს. კიევის ძალებს ასევე აქვთ რამდენიმე დამატებითი ხრიკი, მაგალითად სათხუარები. ყველაზე მარტივი და იაფი მასალების გამოყენებით, მათ შორის ხის, ჯართის და ძველი კანალიზაციის მილებისაც კი, უკრაინის გენიალურმა ინჟინრებმა შექმნეს სრულიად ყალბი M777-ები, რათა რუსები მოატყუონ და აიდულონ დრონებით ხუილად დახარჯონ მათ, გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს სათხუარები უხეში ნაწილებისგან არის აწყობილი, ისინი ხშირად საოცრად რეალისტურად გამოიყურება. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, მცირე კვამლის ღრუბლები აქვს, რათა ისე გამოჩნდეს, თითქოს ახლახან ისროლეს.
სხვა სათყვარები შეიძლება აღჭურვილი იყოს მარტივი სითბოს წყაროებით, მაგალითად ბატარეაზე მომუშავე გამათბობლებით ან პატარა ძრავებით, რათა ნამდვილი იარაღის ლულების სითბოს გამოსხივება დაასახონ, რაც ზრდის ალბათობას, რომ რუსული დრონები მათ შენიშნავენ და დროსა და რესურსებს ფუჭად დახარჯავენ მათ გასანადგურებლად. ამასობაში ნამდვილი M777-ები უკვე სხვა სროლის პოზიციისკენ მიემართებიან. ზოგ შემთხვევაში ამ სატყუარების დამზადება $1000-ზე ნაკლები ჯდება, მაგრამ რუსეთს მათი გასანადგურებლად შეიძლება $50,000-მდე ღირებულების უპილოტო აპარატების ფუჭად დახარჯვა მოუწიოს. და ეს დანაკარგები დროთა განმავლობაში გროვდება. ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა იმ მრავალთაგან, რომლითაც უკრაინა ომრაინა ომის ეკონომიკურ ფრონტზე იმარჯვებს. აიჯულებს რუსეთს ფული, ხალხი და რესურსები ფუჭად დახარჯოს და სანაცვლოდ თითქმის არაფერი მიიღოს. უკრაინამ ასევე საკმაოდ უჩვეულო მოდიფიკაციები შეიტანა თავის M777 ჰაუბიცებში. დღეს გამოყენებულ ბევრ მოდელს, მაგალითად ელექტრონიკა და ცეცხლის მართვის სისტემები მოხსნილი აქვს. ეს შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ამის უკან ძალიან ლოგიკური მიზეზი დგას. როდესაც M777-ები პირველად ჩამოვიდა უკრაინაში, ბევრს ბატარეები, ტაბლეტები და GPS სენსორები ჰქონდა ჩაშენებული კონსტრუქციაში. მაგალითად, თვითონ ქვემეხის ქვეშ იყო გამყოფილება, სადაც ბატარეები ინახებოდა, რომლებიც ტაბლეტს ამუშავებდა, ან ორი ტაბლეტი განთავსებული იყო თითოეული მსროლელის პოზიციაზე. თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინამ გააცნობიერა, რომ რუსეთი რეალურად იყენებდა ამ ტაბლეტების, ბატარეებისა და სენსორების ელექტრონულ სიგნალებს M777-ების მდებარეობის დასადგენად და მათ დასარტყმელად. აი მაშინ მიხვდნენ ბიჭები, რომ უკეთესი იყო მათი გათიშვა. განმარტა პირველი პოლკის წარმომადგენელმა და დაამატა. უფრო ეფექტურია ძველი მეთოდით მუშაობა. ამ ელექტრონული აღჭურვილობის გარეშე რუსებისთვის ბევრად უფრო რთულია უკრაინის ქვემეხების პოვნა და განადგურება. და სწორედ ესეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით უკრაინა დღემდე ახერხებს M777-ის რეგულარულ გამოყენებას, რათა შეაჩეროს მტრის ფრონტის ხაზზე შეტევები. რა თქმა უნდა, უარყოფითი მხარე ის არის, რომ ეს დამატებით ზეწოლას ახდენს 3-7-იანის ეკიპაჟზე. როდესაც საქმე ეხება ქვემეხის დატენვას და გასროლების დამიზნებას, მაგალითად, მათ უწევთ გამოიტლენონ უზარმაზარი მოხრილი ჯოხები, რომლებიც ცნობილია როგორც დამტენები, რათა ჭურვები ლულაში შეიტანონ. ეს ძალიან მძიმე სამუშაოა. ჭურვები მძიმეა, ჯოხები მოუხერხებელია, ხოლო ქვემეხები ძალიან ხმაურიანია და მათი გადადგილება დროს მოითხოვს. თუმცა უკრაინა კვლავაც პოულობს გზებს, რომ თავისი ეკიპაჟები უფრო ეფექტურები გახადოს. მაგალითად, ზოგიერთი დანაყოფი აღჭურვილია თანამედროვე ეგზოსკელეტით, რაც მათ საშუალებას აძლევს ბევრად უფრო მარტივად ასწიონ და განათავსონ ჭურვები ზედმეტი დატვირთვის გარეშე ზურგსა და სხეულზე. ოპერაციული ჯგუფებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ გაფლანგონ მათ ხელთ არსებული იარაღი და საბრძოლო მასალა. როგორც ერთმა M777-ის ეკიპაჟის მეთაურმა ინტერვიუში თქვა, ჩვენ ვესვრით მხოლოდ მიზნებს, ზედმეტ გასროლებს არ ვაკეთებთ. თუ პოზიციაზე გავდივართ, მოკლე დროში, მაგრამ ეფექტურად მუშაობთ. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზის გამოა. პირველ რიგში M777-ის უფრო ეფექტური გამოყენება ნიშნავს, რომ ნაკლები ჭურვი იკარგება და მეტი მათგანი მიზანს აღწერს, რაც მაქსიმალურ ზიანს აყენებს რუსულ რიგებს და მტერს ნაკლებ შესაძლებლობას აბასაძლევს საპასუხო დარტყმისთვის. მეორეც, როდესაც უკრაინა არ ხარჯავს ჭურვებს უშედეგოდ ან არ ისვრის ჰაუბიცებს ზედმეტად, ისინი უფრო დიდხანს ძლებენ, რადგან ასეთი სისტემები, როგორც წესი, დიდხანს არ ძლებენ. ჩვეულებრივ M777-ის ლულას შეუძლია მაქსიმუმ 2500 გასროლა, სანამ შეკეთება ან შეცვლა დასჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიიღო ბევრი სისტემა და საბრძოლო მასალა თავისი მოკავშირეებისგან, მას მაინც არ აქვს შეუზღუდავი მარაგი, რომ გამოიყენოს. მას უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად ის რესურსები, რაც აქვს ხელთ. მას უნდა გამოიყენოს თითოეული გასროლა მიზანმიმართულად და არ შეუძლია უბრალოდ შემთხვევით ისროლოს ჭურვები იმ იმედითა და ლოცვით, რომ რომელიმე მათგანი მიზანს მოხდება. ამის ნაცვლად მისი ეკიპაჟები უაღრესად გამჭრიახები არიან. ისინი ფრთხილად არჩევენ სამიზნეებს და იდეალურად არჩევენ გასროლის დროს. და სწორედ ამის წყალობით შეუძლიათ მათ მიაღწიონ ასეთ წარმოუდგენელ ეფექტურობას. ზოგიერთი ეკიპაჟი კი 95%-მდე სიზუსტესაც კი აფიქსირებს. მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ჭურვები ვერ ხვდება სამიზნეს. ეს როგორც თავად M777-ის შესანიშნავი კონსტრუქციის, ასევე მისი უკრაინელი ოპერატორების მოთმინებისა და დისციპლინის დასტურია. რა თქმა უნდა, მათ ჯერ კიდევ ბევრი სირთულე აქვთ. მიუხედავად სკუტ და შუტ ტაქტიკისა და უფრო გონივრული პოზიციონირებისა, დრონები ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენენ. სხვადასხვა ანტიდრონული თავდაცვა ეხმარება პირდაპირი დარტყმებისა და განადგურებული ქვემეხების რისკის შემცირებას, მათ შორის ისეთებიც, როგორიცაა დრონის ბადეები, რომლებიც განთავსებულია ქვემეხების ზემოთ. ელექტრონული ომის ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უშლიან დრონების ნავიგაციის სისტემებს და მათ მიზნიდან აცდენენ, ასევე კონტრბატარეის, რადარისა და დრონების სადაზვერვო ქსელები, რომლებიც ეკიპაჟებს აფრთხილებენ, თუ და როდის ემზადება რუსეთის საპასუხო დარტყმისთვის. უკრაინა ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს და განსაზღვრავს სროლის ადგილებს, ხშირად მხოლოდ უსაფრთხო გამაგრებულ პოზიციებზე ათავსებს ჰაუბიცებს, რომლებიც ბევრად უფრო მდგრადია დრონებისა და მტრის ქვემეხების მიმართ, ვიდრე ღია ადგილები. მიუხედავად ამ თავდაცვითი ტაქტიკებისა და დამცავი ზომებისა, ყველა M777 არტოვებს ბრძოლის ველს უვნებლად.
საბედნიეროდ უკრაინელი ინჟინრები ასევე განსაკუთრებულად გამოცდილი გახდნენ დაზიანებული ერთეულების შეკეთებაში და მათი ბრძოლის ველზე ხელახლა განთავსებაში. როგორც ერთი ჯარისკაცი აღნიშნავს, ჩვენს ჰაუბიცებს მოხვედრია ლანსეტის დრონების, გრადის რაკეტებისა და კრასნაპოლის ჭურვების დარტყმები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ მათ შეკეთებას. ზოგ შემთხვევაში, როცა ბრძოლის ცხელწერტილში სწრაფად სჭირდებათ შეკეთება, უკრაინული ჯგუფები ცნობილია იმით, რომ იყენებენ ნებისმიერ სათადარიგო ნაწილს, რაც ხელთ აქვთ, რათა ააწყონ ფლანკენშტეინის იარაღები, რომლებიც შედგება სხვადასხვა ერთეულის ნაწილებისგან. სხვა შემთხვევებში დაზიანებული საარტილერიო სისტემები იგზავნება სარემონტო ქარხნებში, სადაც ნიჭიერი მექანიკოსების ჯგუფები სასწაულებს ახდენენ, რათა ეს 10 წლეულების წინ შექმნილი იარაღები ისევ ახალივით გამოიყურებოდეს და მუშაობდეს. როგორც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი აჯამებს, ის ავღანეთისა და ერაყის ომისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ბრძოლაში ძირითადად ჩვენი გზით ვიყენებთ. ბევრ რამეს ჩვენ თვითონ ვიგონებთ. ეს მოკლედ რო თქვათ, უკრაინის ისტორიაა მთელი ამ ომის განმავლობაში. მას ყოველთვის არ ქონია საუკეთესო პირობები. მას ყოველთვის არ ქონია იდეალური აღჭურვილობა ყველა სიტუაციისთვის და უწევს ძალიან დინამიურ ომთან გამკლავება, რომელიც საწყისი ეტაპებიდან წლების შემდეგ სრულიად განსხვავებულ რამედ გადაიქცა. მაგრამ ისევ და ისევ მან მოახერხა შეუძლებლის გაკეთება. მან იპოვა გზები, რომ ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. მან თითქოს usargeblo ან მოძველებული რესურსები, თავისი სამხედრო მანქანის ფასდაუდებელ ნაწილებად აქცია და ახლა ამით სარგებლობს კიდეც. M767-ები კლავად ცეცხლს აყრიან რუსულ პოზიციებს და ქაოსს ქმნიან კრემლის ძალებისთვის. ბოლო წლებში ომის ხელოვნება თავდაყირა დადგა. ახალმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, დრონების ჯგუფები, წყალქვეშა დრონები და ელექტრონული ომი, არსებული მდგომარეობა თავდაყირა დააყენა და შესაძლებლობები და საფრთხეები შემოიტანა, რომლებიც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლებოდა. მსოფლიოს სამხედროებისთვის ეს არის საკითხი. ადაპტირდე ან დაიღუპო და შვედეთმა უმეტესზე სწრაფად მოახერხა ადაპტაცია. ბოლო დროს ის სერიოზულ წარმატებებს აღწევს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შვედებმა შექმნეს საკუთარი დრონების ჯგუფები. გახდნენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირა JAS-39 Gripen E-ს გამანადგურებელ თვითმფრინავებში და ლოკის საშუალებით ანტიდრონულ სისტემებში ახალი მოდულური მიდგომა დანერგეს, რომ რამდენიმე მაგალითი დავასახელოთ. ეხლა შვედეთი კიდევ ერთხელ აპირებს თამაშის წესების შეცვლას. ამჯერად წყალქვეშ. მოემზადეთ მსოფლიოს პირველი მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავისთვის, Blaking S-კლასის, ანუ AOC-6-ისთვის. ეს ინოვაციური წყალქვეშა ნავი აღჭურვილია მრავალი ფუნქციით, რაც მას იდეალურად აქცევს მომავალი თაობის ომისთვის ბალტიის ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. და ამ ეტაპზე რუსეთი, როგორც ჩანს, უძლურია მისი შეჩერების წინაშე. აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ AOC-6-ზე და როგორ შეუძლია მას დრამატულად შეცვალოს ძალთა ბალანსი არქტიკის თეატრში და მის ფარგლებს გარეთ. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ AOC-6-ის უკან დგომი კომპანია შვედური გიგანტი Saabია. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ზემოხსენებულ ლოკის და Gripen Ace Global Eye საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავს, Carl Gustav M4 უკუცემის გარეშე თოფს და NLO-W ანტიტანკურ რაკეტას. Saabis უნარი მუდმივად მიაწოდოს მსოფლიო დონის შეიარაღების სისტემების სხვადასხვა სფეროში ეჭვგარეშეა. კომპანიის წინა მცდელობები წყალქვეშა ნავების წარმოებაშიც საკმაოდ წარმატებული იყო. მისი გოტლანდის კლასის, ანუ AA-19 წყალქვეშა ნავები შეიძლება 1990-იან წლებში იყოს დამზადებული, მაგრამ განახლებული მოდელებმა თავიანთი შესაძლებლობები 2005 წელს დაამტკიცეს. როდესაც ცურთნების დროს არაერთხელ ჩაძირეს ამერიკული ავიამზიდი USS Ronald Reagan-ი ისე, რომ ავიამზიდს მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. და შემდგომი განახლებები იმას ნიშნავს, რომ ისინი დღემდე ითვლებიან ერთ-ერთ საუკეთესო დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავებად მსოფლიოში. სწორად რომ თქვათ, შვედეთის 3 გოტლანდის კლასის წყალქვეშა ნავი HSWMS გოტლანდი, ოლანდი და ჰარლანდი რეალურად თავად Saabis მიერ არ არის დაპროექტებული. ისინი თავდაპირველად დაპროექტდა და აშენდა Kockums AB-ს მიერ მალმიოში, რომელიც იმ დროს დამოუკიდებელი კომპანია იყო. Saab-მა Kockums-ი 2014 წელს შეიძინა და გემთსაშენი ქარხანა Saab Kockums-ად გადაარქვა. მას შემდეგ Saab-ი პასუხისმგებელია წყალქვეშა ნავების მომსახურებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და ძირითად მოდერნიზაციაზე, მათ შორის ექსპლუატაციის შუა ეტაპის ყოვლის მომცველ მოდერნიზაციის პროგრამაზე, რომელიც სამივე ხომალდზე განხორციელდა 2010-იანი წლების ბოლოსიდან 2020-იანი წლებში. და რა კავშირი აქვს ამას ახალ AOC-6-თან? როგორც იუწყებიან ახლახან მოდერნიზებულმა E-19-ებმა მიიღეს მრავალი ახალი სისტემა, რომლებიც AOC-6-ში გვხვდება. რაც მთავარია მიზეზი, რის გამოც Saab-მა Kockums-ი შეიძინა, პირველ რიგში სწორედ AOC-6-ის პროგრამა იყო. Kockums-მა ახალი AOC-6-ის კონცეპტუალური განვითარება 2000-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო, შვედეთის წყალქვეშა ნავების ფლოტის მოდერნიზაციის ფართო პროგრამის პარგლებში. მაგრამ შემდეგ 2014 წელს FMV პროგრამა გააუქმა და ამისთვის კარგი მიზეზი ჰქონდა. ხედავთ, Kockums-ი დიდი ხნის განმავლობაში გერმანული საკუთრება იყო. 1999 წელს Howaldtswerke Deutsche Werft-ში გაერთიანდა და მოგვიანებით ThyssenKrupp Marine System-ში, ანუ TKMS-ში შევიდა.
შვედეთის მთავარი წყალქვეშა ნავების მწარმოებელი ახლა ტექნიკურად გერმანული კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანია იყო. შვედეთის მთავრობას რა თქმა უნდა სერიოზული პრობლემები ჰქონდა, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი აქტივი, როგორიცაა მისი მთავარი წყალქვეშა ნავების მწარმოებელი, უცხოურ საკუთრებაში გადავიდა. სიტუაცია გამწვავდა და საბოლოოდ კონტრაქტის გაუქმებით დასრულდა. განვითარება შეჩერდა, ხოლო ნაწილობრივ დასრულებული მრავალმილიონიანი კრონის ღირებულების კორპუსი, ასე ვთქვათ, ჰაერში დარჩა. ჩიხიდან გამოსასვლელად სააბმა 2014 წელს ThyssenKruppისგან შეიძინა TKMS-აბი, გადაარქვა სახელი Saab Kokumsad და კვლავ აიღო კონტროლი Karlskrona-ს გემთსაშენზე და მის დაახლოებით 900 თანამშრომელზე. როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხები მთავრობისთვის დამაკმაყოფილებლად მოგვარდა, პროექტის ბორბლები კვლავ სწრაფად დატრიალდა. 2015 წლის ივნისში FMV-მ Saab Kokums ახალი კონტრაქტი მისცა 2026-ისისთვის, რომლის ღირებულება იყო 7.6 მილიარდი შვედური კრონა, ანუ დაახლოებით 820 მილიონი დოლარი. პროექტი კვლავ სწორ გზაზე დაბრუნდა და სრული სიჩქარით გაგრძელდა. პირველი AOC-ის სახელად SSWMS Blackinge კილი Karlskrona-ს გემთმშენებლობის ქარხანაში დაიდო 2022 წლის ივნისის ბოლოს, ხოლო მეორე წყალქვეშა ნავი SSWMS Skåne პარალელურად დაიწყო წარმოებაში. შედეგად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური და წარმოუდგენლად რთული სამშენებლო სამუშაოები. AOC-ს შენდება 5 სექციად და მასზე განთავსებულია 140 სისტემა, რომელთაც მალე დეტალურად განვიხილოთ. ამ სისტემებს სჭირდება 600,000 ცალკეული დეტალი, 62 მილი კაბელი და 10,000 უნიკალური მილი და მილსადენი. Saab-მა გამოიყენა უახლესი საინჟინრო პროცესები ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, მათ შორის მოდელზე დაფუძნებული განსაზღვრა, ციფრული ტყუპები, ციფრული ნაკადები და პროდუქტის სიცოცხლის ციკლის მართვის ინსტრუმენტები. მიუხედავად ამისა, საკუთრების შესახებ დავამ. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა, როგორიცაა COVID-19 ლოკდაუნები და მიწოდების ჯაჭვის მასშტაბებმა თავისი კვალი დატოვა. ბოლო შესყიდვის კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გაფორმდა, 2 ხომალდის მიწოდება კვლავ გადაიდო. თავდაპირველად გემების მზადყოფნა 2024 და 2025 წლებში იყო ნავარაუდევი, მაგრამ ახლა მათი მწყობში შესვლა მხოლოდ 2027 და 2028 წლებში ამოსალოდნელი. საერთო ღირებულებაც თითქმის გაორმაგდა, დაახლოებით 1,51 მილიარდი დოლარიდან 2,7 მილიარდ დოლარამდე. ეხლა ესეთი ტიპის წარმოებისა და ბიუჯეტის გადაჭარბება ძალიან ხშირია და როგორც წესი, არასასურველია. მიწოდების დაგვიანება არღვევს განლაგების სტრატეგიასა და გრაფიკს, ხოლო დიდი ბიუჯეტური გადაჭარბებები პოლიტიკურად არასდროს არის ადვილი გასამართლებელი. მაგრამ AOC-ის შემთხვევაში ეს დაგვიანება ბევრ მხრივ სასიკეთო აღმოჩნდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ომის ტექნოლოგია ისეთი საოცრად სწრაფი ტემპით შეიცვალა, რომ სამხედრო მწარმოებლები მთელ მსოფლიოში ცდილობენ ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. სისტემები, რომლებიც გემებსა და თვითმფრინავებში ინტეგრაციისთვის იგეგმება, შეიძლება მოძველდეს მანამ, სანამ ისინი საერთოდ დამონტაჟდება. ეს ნიშნავს ან პროექტის გაუქმებას და უკვე დახარჯული თანხების დაკარგვას, ან თავიდან გადამუშავებას, რაც დამატებით დაგვიანებებსა და ხარჯების გაზრდას იწვევს. თუ AOC-ში თავდაპირველი გრაფიკის მიხედვით იქნებოდა მიწოდებული, მისი ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი შეიძლება არც კი ყოფილიყო გათვალისწინებული. ეხლა Saab-ს აქვს შესაძლებლობა თავიდანვე ჩააშენოს უახლესი მომავლისთვის მზადყოფნაში მყოფი მახასიათებლები. და AOC-ი სწორედ ესეთი მახასიათებლებით არის სავსე. მახასიათებლებით, რომლებიც მას პოტენციურად დაუძლებელ ძალად აქცევს და სავარაუდოდ ასეთ არჩება მომავალშიც. მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავი ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. მაგრამ საერთოდ რას ნიშნავს მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავი და რა ხდის A26-ას მსოფლიოში პირველს? მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავი პირველ რიგში განისაზღვრება მისი უნარით. შეუფერხებლად ინტეგრირდეს ნატოს მრავალდომენურ ოპერაციებში, ანუ MDO ჩარჩოში. ტრადიციული წყალქვეშა ომის ფარბლებს გასცდეს და ეფექტურად იმოქმედოს ზღვის, ჰაერისა და ინფორმაციის სფეროებში. წინა თაობის წყალქვეშა ნავები მხოლოდ წყალქვეშა შეუმჩნევლობასა და ცეცხლის ძალაზე იყვნენ ორიენტირებული. მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავები გაცილებით მრავალმხრივია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ დაბალანსებულ მრავალდომენურ სიგნატურებზე, მოცინავე ხელოვნურ ინტელექტზე, სწრაფი მონაცემთა დამუშავებისთვის და ზღვის ფსკერზე ომის შესაძლებლობებზე, მათ შორის უპილოტო წყალქვეშა აპარატებისა და სპეციალური დანიშნულების ძალების გამოყენებაზე. როგორც მალე ვნახავთ, A26 ყველა ეს შესაძლებლობა სრულად აქვს და დამატებით გამოირჩევა შეუმჩნევლობითა და ცეცხლის ძალით. ეხლა მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავების დიზაინი ასევე ყურადღებას ამახვილებს მოდულურობაზე. მოდულური ტვირთის განყოფილებები საშუალებას იძლევა სწრაფად გადაეწყოს სხვადასხვა ამოცანისთვის, მათ შორის დაზვერვის, მეთვალყურეობის, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების, ანუ ISR-ის, დარტყმისა და სპეციალური ოპერაციების როლებისთვის. საჭიროა მეთვალყურეობის მისიისგან გადახვიდეთ ნაღმების დაყრის ოპერაციაზე. მოხსენით მეთვალყურეობის მოდული და მის ადგილას დააყენეთ ნაღმების დაყრის მოდული. და A26-ის კორპუსი შენდება მოდულურობის პრინციპზე დაფუძნებით.
როგორც ადრე აღინიშნა, 5 დამოუკიდებელი სექცია ერთდროულად შენდება, ხოლო მხოლოდ კუდის კონუსის სექციის წონა დაახლოებით 80 ტონაა. როდესაც ყველა მზად იქნება, ისინი ერთმანეთს შეერთება კორპუსში, როგორც გიგანტური ლეგოს ნაწილები. ეს მოდულური კონსტრუქცია ნიშნავს, რომ A26 სწრაფად შეუძლია გადაეწყოს სხვადასხვა ამოცანისთვის, მაგალითად უპილოტო წყალქვეშა აპარატის ან UUV-ის ინტეგრაციისთვის. UUV-ის გაშვების და დაბრუნების სისტემები სპეციალური მრავალფუნქციური პორტალების საშუალებით. მოდულური დიზაინი ასევე აძლიერებს ხომალდის ექსპორტის პოტენციალს, რაც მწარმოებელს საშუალებას აძლევს დაამატოს ან ამოიღოს ფუნქციები სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ძალების მოთხოვნების შესაბამისად. ეს ასევე საშუალებას აძლევს ქვეყანას შეინარჩუნოს ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენდეს. ეს გონივრული ნაბიჯია შვედეთის მხრიდან თუ გავითვალისწინებთ A26-ის ისტორიას. რაც არ უნდა იყოს, როგორც ხედავთ, A26 თავდაჯერებულად აკმაყოფილებს მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავების ყველა კრიტერიუმს და ის პირველი წყალქვეშა ნავია, რომელმაც ეს შეძლო. ის აერთიანებს შეუმჩნევლობას, გამძლეობას და მოდულურ მოქნილობას, ისე რომ ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ წარმოდგენებს დიზელ ელექტროპლატფორმებზე და აშინებს რუსებს. მისი დიზაინი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე ტრადიციულ წყალქვეშა ნავებს, რომ უზრუნველყონ მაღალი შესაძლებლობები და დაბალი ღირებულების ალტერნატივა ბირთვულ წყალქვეშა ნავებთან შედარებით, რაც ოპერაციულ მოქნილობას იძლევა სხვადასხვა თეატრსა და მისიის სცენარში, გაცილებით ნაკლებ ფასად. მრავალ გარემოში მოქმედი სისტემის სახით შექმნილი A26 შეუძლია ჩაატაროს დაზვერვა, შეაგროვოს ინფორმაცია, განათავსოს უპილოტო სისტემები, დაუჭიროს მხარი სპეციალურ ოპერაციებს და აკონტროლოს წყალქვეშა ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფერს ის ახერხებს წყალქვეშ დარჩენით, მაშინ როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი აღმოჩენა უკიდურესად რთულია. მართალია A26-ის განმასხვავებელი მახასიათებელი სწორედ მისი სხვადასხვა ტიპის სიგნატურების მართვაა, რომელიც მიიღწევა აკუსტიკური, მაგნიტური, რადარის, ელექტრული, ინფრაწითელი და ვიზუალური დამალვის ტექნიკებით. ნატოს მრავალდომენური ოპერაციების ჩარჩოში მისი როლის ფარგლებში A26 აღჭურვილია ელექტრონული სადაზვერვო და საკომუნიკაციო სისტემებით, რომლებიც ეფექტურად აგროვებენ, კლასიფიცირებენ და გადასცემენ მონაცემებს მოკავშირეთა სარდლობის ქსელებში. მისი ძლიერი ელექტრონული მხარდაჭერის შესაძლებლობები უზრუნველყოფს პასიურ სიგნალების გადაჭერასა და კლასიფიკაციას, რაც საშუალებას იძლევა მტრის კომუნიკაციების, რადარის გამოსხივებებისა და გადაადგილებების ფართო სურათი მივიღოთ. ეს გავს ძლიერ ჰუერის მტვერსასრუტს, რომელიც ზღვის ფსკერზეა განთავსებული და ისრუტავს ინფორმაციას ყველაფერზე, რასაც რუსეთის ზედაპირზე და წყალქვეშ აკეთებს. რა თქმა უნდა, როგორც წყალქვეშა ხომალდი, ძირითადი სიგნალების აღმოჩენა სონარის მეშვეობით ხდება და ამ მხრივ A26 არაფერი აგლია. სონარის სისტემა აერთიანებს Atlas ელექტრონიკის ცხვირისა და გვერდითი სონარის მასივებს, HF ინტერსეპტორის სონარის მასივებს, Kongsberg SA9510S-ის ნაღმების ამრიდებელ სონარს და Safran Series 20 ოპტრონიკის პერისკოპისა და ზედაპირული დაკვირვების ნიღბებს. ეს პასიური და აქტიური სონარის ელემენტები მუშაობს დაბალი და საშუალო სიხშირის დიაპაზონებში. განსაკუთრებულად ამაღლებულ მგრძნობელობას ანიჭებს ბალტიის ზღვის სანაპირო გარემოში. ელექტრონული მხარდაჭერის ზომები, ანუ ESM სისტემები, კიდევ უფრო აძლიერებს A26-ის აკუსტიკურ აღმოჩენას რადარისა და საკომუნიკაციო სიგნალების მონიტორინგით, რაც წყალქვეშა ნავს საშუალებას აძლევს პასიურად განსაზღვროს გამომსხივებლების ადგილმდებარეობა და კლასიფიცირება მოახდინოს საფრთხეების დღეების. როგორც წარმოიდგენთ, წყალქვეშა ნავის აქტიური და პასიური აღმოჩენის აღჭურვილობის ფართო სპექტრი მუდმივად წარმოქმნის დიდ რაოდენობას მონაცემების, რომლებიც უნდა დამუშავდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. და სააბმა ხელოვნური ინტელექტის ძალა გამოიყენა ამ პროცესის დასაჩქარებლად. კომპანიის თქმით, A26-ის ბორდზე არსებული ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მონაცემთა დამუშავება უზრუნველყოფს უფრო სწრაფ სინქრონიზაციას საჰაერო, სახმელეთო, კიბერ და კოსმოსურ რესურსებთან ერთობლივ ოპერაციებში, რაც ხელს უწყობს იმას, რასაც შვედეთის საზღვაო ძალები წყალქვეშა საინფორმაციო ომს უწოდებენ. ეს მოიცავს როგორც მტრის საკომუნიკაციო არხების გამოყენებას, ასევე ეროვნული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვას, განსაკუთრებით კი კრიტიკულად მნიშვნელოვან წყალქვეშა კაბელებსა და მილსადენებს. ამ სიგნალებისა და მონაცემების მართვა და სწორი რეაგირების შერჩევა მარტივი საქმე არ არის, მაგრამ A26 ამ ამოცანისთვის სრულად არის აღჭურვილი. მისი 9-ელვი საბრძოლო მართვის სისტემა, ანუ CMS, უზრუნველყოფს ბრძანების მართვას, კომუნიკაციას, კომპიუტერებსა და დაზვერვას, ანუ C51 კოორდინაციას საზღვაო პლატფორმებსა და მისიის ტიპებს შორის, რაც ზრდის გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესა და ეფექტურობას. 9-ელსვე აერთიანებს სონარის მასივებიდან, ESM-დან და ოპტრონიკული სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას, რათა ოპერატორებს მისცეს ერთიანი ტაქტიკური სურათი, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად ამოიცნონ და უპასუხონ საფრთხეებს. 9-ელფ შეიცავს მოწინავე დამუშავების სისტემას, რეალურ დროში მონაცემების კორელაციისთვის, როგორც რადარის ESM-დან, ასევე კომუნიკაციის ESM სისტემებიდან. ეს აძლევს A26 მეტ შესაძლებლობას აღმოაჩინოს ელექტრომაგნიტური გამოსხივებები ისე, რომ თავად არ გადასცემს სიგნალს აქტიურად, რაც შეიძლება დააზიანოს მისი შეუმჩნევლობა. ისიამოვნეთ დეტალური სამხედრო ანალიზებით და იარაღის ჩვენებებით. სწორედ ამას გთავაზობთ ყოველ კვირას აქ, The Military Show-ზე. გამოიწერეთ არხი, რომ მიიღოთ ყველაზე ზუსტი სამხედრო ანალიზები YouTube-ზე.
ეხლა ტექნოლოგიები, რომელთა შესახებაც ახლახან ვისაუბრეთ, ნამდვილად თამაშის წესებს ცვლიან. განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც A26 ძირითადად უნდა გამოიყენებოდეს. სულ მცირე შვედეთის საზღვაო ძალებში, ბალტიის ზღვაში. A26-ის გამარტივებული ფორმის корпуსი ოპტიმიზებულია მაღალი ფარული ოპერაციებისთვის და სანაპირო გარემოსთვის, განსაკუთრებით კი ბალტიის ზღვის ვიწრო და მარჩხალ წყლებში. ეს სხვა უნიკალურ სირთულეებს ქმნის. ზამთარში იყინება და აქვს რთული ზღვის ფსკერი, რაც სონარის გამოყენებას ძალიან ართულებს. ეს ფაქტობრივად ერთი დიდი სანაპირო საბრძოლო ზონაა, მარჩხალი წყლებითა და რთული სანაპირო ხაზებით, რაც მას სრულიად შეუფერებელს ხდის ბირთვული წყალქვეშა ნავებისთვის, მაგრამ არა A26-ისთვის. A26-ის წნევის корпуსი იყენებს მოწინავე მაღალი სიმტკიცის ფოლადს, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურულ სიმტკიცეს სამუშაო სიღრმეებზე და ამავე დროს ამცირებს აკუსტიკურ კვალს. მას ასევე არ აქვს გარე ავზები, რაც კიდევ უფრო ამცირებს მისი აღმოჩენის შანსს და გამაგრებულია დართვმის მიმართ მდგრადობით, რაც საშუალებას აძლევს იმუშაოს ძლიერ დანაღმულ გარემოში, როგორიცაა ბალტიის ზღვა. მისი სიგრძე თითქმის 217 ფუტია, სიგანე 22.14 ფუტი, ჯდომა 19.68 ფუტი, ხოლო წყალზედა გადაადგილება დაახლოებით 1925 ტონაა და წყალქვეშა გადაადგილება 2100 ტონას აღწევს. ის იდეალურადაა ამორგებული მცირე სიღრმის წყლებში ნავიგაციისთვის, როგორიცაა ბალტიის ზღვის სანაპირო ზონის დიდი ნაწილი. ნავიგაცია კიდევ უფრო უმჯობესდება მისი X-ფორმის საჭის კონფიგურაციით, რომელიც შედგება 4 დამოუკიდებლად მართვადი ზედაპირისგან და უზრუნველყოფს უმაღლეს მანევრულობასა და სტაბილურობას დაბალ სიჩქარეზე, ზედაპირზე ამოსვლისას ან რთულ პირობებში. ეს დიზაინი აუმჯობესებს მართვას არქიპელაგის გარემოში, როგორიცაა ბალტიის ზღვა, ჰიდროდინამიკური ეფექტურობის შეზღუდვის გარეშე. წნევაგამძლე корпуსისა და X-ფორმის საჭის კომბინაცია ასევე აძლევს A26-ს კიდევ ერთ ძლიერ შესაძლებლობას, განსაკუთრებით ზღვის ფსკერთან დაკავშირებული ოპერაციების მხრივ. ის შეუძლია პირდაპირ ზღვის ფსკერზე დაჯდეს, დაიცვას წყალქვეშა კაბელები, დააკვირდეს საზღვაო სტრატეგიულ წერტილებს და აკონტროლოს მნიშვნელოვანი საზღვაო საკომუნიკაციო ხაზები. გარდა ამისა, რუსებს ალბათ წარმოდგენაც არ ექნებათ, რომ ის იქ არის A26-ის თანამედროვე შეუმჩნევლობის ტექნოლოგიების წყალობით. სინამდვილეში SAAB-ს თავისი შეუმჩნევლობის სისტემისთვის შესანიშნავად შერჩეული სახელი აქვს Ghost, რაც ნიშნავს ნამდვილ ჰოლისტურ შეუმჩნევლობას. SAAB-ის მიერ შექმნილი ეს თანამედროვე შეუმჩნევლობის ტექნოლოგია განკუთვნილია იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ხომალდის აღმოსაჩენი ნიშნები აკუსტიკურ, მაგნიტურ და ელექტრომაგნიტურ სპექტრებში. ტექნოლოგიას რამდენიმე კომპონენტი აქვს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი A26-ის თრავის კონფიგურაციაა. A26 იყენებს ჰიბრიდულ დიზელ ელექტრო და სტირლინგის ჰაერზე დამოუკიდებელ პროპულსიის, ანუ AIP სისტემას. დიზელ ელექტროსისტემა მოიცავს 3 დიზელის ძრავს, რომლებიც ბატარეების დასატენად გამოიყენება ზედაპირზე გადაადგილების ან სნორკელინგის დროს. ბატარეების ამ გზით დატენვა ნიშნავს, რომ A26 შეუძლია გამოიყენოს ბატარეაზე მომუშავე ელექტროპროპულსია შუმი წყალქვეშა ოპერაციებისთვის უფრო მაღალი სიჩქარით. AIP კომპონენტი შედგება 3 კოკუმის სტირლინგის ძრავისგან. თითოეული აწვდის დაახლოებით 75 კილოვატ მექანიკურ სიმძლავრეს, რომელიც გარდაიქმნება ელექტროენერგიად, რაც ჯამში AIP-ს დაახლოებით 225 კილოვატს აძლევს. და სწორედ ამ ძრავის AIP კომპონენტშია მთელი მაგია. SAAB-ის პატენტირებული სტირლინგის ჰაერზე დამოუკიდებელი პროპულსიის, ანუ AIP სისტემა აძლევს A26 შესაძლებლობას წყალქვეშ დარჩეს რამდენიმე კვირის განმავლობაში ზედაპირზე ამოსვლის გარეშე. არაბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ნავისთვის ეს თავისთავად დიდი მიღწევაა. ადრე ასეთი მაღალი გამძლეობა მხოლოდ ბირთვული წყალქვეშა ნავებისთვის იყო დამახასიათებელი. დიზელ ელექტროწყალქვეშა ნავები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე დღით შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა, სანამ ზედაპირზე ამოსვლა და ძრავებისთვის მეტი ჟანგბადის აღება არ გახდება საჭირო. სტირლინგის AIP სისტემა იყენებს შენახულ თხევად ჟანგბადს და დიზელის საწვავს ენერგიის მისაღებად, რომელიც წარმოიქმნება გარეწვის გზით დახურულ ციკლში, რაც მინიმალურ ვიბრაციასა და ხმაურს იწვევს. სხვა AIP ტექნოლოგიებთან, მაგალითად საწვავის ელემენტებთან შედარებით, ის უფრო ეკონომიურია, ადვილად მოსავლელია და თავსებადია მოდულურ გადაკეთებასთან. მისი მუშაობის პრინციპი შესანიშნავი მაგალითია იმ განსაკუთრებული შვედური პრაქტიკულობისა და გამჭრიახობის შერწყმისა. სტირლინგის AIP-ის დახურული ციკლის გარეწვის ძრავა დიზელის საწვავს წვავს გემზე არსებულ ავზებში შენახულ თხევად ჟანგბადთან ერთად. ცვა აცხელებს ძრავის შიგნით მოთავსებულ ინერტულ გაზს, მაგალითად ჰელიუმს, რაც იწვევს მის გაფართოებას და დგუშების ამოძრავებას. შემდეგ დგუშები ატრიალებენ გენერატორს, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას წყალქვეშა ნავის ელექტროძრავის ან მისი ბატარეების დასატენად. შემდეგ გაცხელებულ გაზს აცივებენ ზღვის წყლის ცირკულაციით, სანამ ხელახლა შეკუმშავენ, რითაც ციკლი სრულდება. ნიშნულოვანია, რომ ეს მთელი პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როცა წყალქვეშა ნავი წყალქვეშაა და ატმოსფერული ჟანგბადის საჭიროება არ აქვს. ეს გამორჩეული სისტემა 4 ძირითად უპირატესობას ანიჭებს, როგორც A26, ასევე გოტლანდის კლასის წყალქვეშა ნავებს, რომლებიც ასევე იყენებენ ამ სისტემას. პირველი, როგორც უკვე განვიხილეთ, არის წყალქვეშ ყოფნის ხანგრძლივობის გაზრდა.
გოტლანდის კლასის წყალქვეშა ნავი წყალქვეშ შეიძლება დარჩეს 14 დღემდე. იმოძრაოს 5 კვანძის სიჩქარით სნორკელინგის გარეშე, რაც საკმარისია 1700 საზღვაო მილის გასავლელად. A26-ის მოდიფიკაციები ნიშნავს, რომ მოსალოდნელია წყალქვეშ კიდევ უფრო დიდხანს შეძლებს დარჩენას. არსებული ინფორმაციით, წყალქვეშ შეიძლება დარჩეს 45 დღემდე, მათ შორის დაახლოებით 18 დღე მხოლოდ AIP სისტემაზე მუშაობით, ხოლო წყალქვეშ მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 12.4 მილი საათშია. მეორე უპირატესობა უკიდურესი შეუმჩნევლობა და სიჩუმეა. Stirlingის ძრავა თითქმის სრულიად უხმაუროა და ვიბრაციის გარეშე მუშაობს, რადგან წვივა უწყვეტია და სამუშაო ნაწილების გარეთ მიმდინარეობს. შედეგად აკუსტიკური კვალი ძალიან დაბალია, რაც წყალქვეშა ნავს გამორჩეულად ძნელად აღმოსაჩენს ხდის, განსაკუთრებით ბალტიის ზღვის მეჩხერ და არეულ წყლებში. AIP-ის მიერ უზრუნველყოფილი მესამე უპირატესობა არის შემცირებული აღმოსაჩენობა. Snorkelingi წყალქვეშა ნავის მასტს აჩენს ზედაპირზე და ქმნის ხმაურსა და რადარ უკვალს. Snorkelingის საჭიროების აღმოფხვრით წყალქვეშა ნავი დაფარული რჩება და მნიშვნელოვნად ამცირებს მისი რადარით, სონარით ან ვიზუალური საშუალებებით აღმოჩენის რისკს. მეოთხე უპირატესობაა, რომ Stirlingის AIP უფრო ეკონომიურია წარმოებისა და მოვლის თვალსაზრისით, ვიდრე სხვა AIP ტექნოლოგიები, როგორიცაა საწვავის ელემენტები ან ბირთვული ენერგია. ფაქტობრივად ის უზრუნველყოფს მაღალი წარმადობის ალტერნატივას ბირთვული ძრავის სირთუთულისა და ხარჯების გარეშე. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სხვა AIP სისტემები, მაგალითად საწვავის ელემენტები, შეიძლება ოდნავ უფრო ჩუმი იყოს, მაგრამ Stirlingის ძრავის ხანგრძლივი გამძლეობა, განსაკუთრებული სიჩუმე და დამტკიცებული საიმედოობა მას იდეალურ არჩევანად აქცევს მსოფლიოს პირველ მეხუთე თაობის წყალქვეშა ნავისათვის. მაგრამ A26-ის შეუმჩნელობის მახასიათებლები ნამდვილად არ მთავრდება მის ძრავზე. კორპუსის აეროდინამიკური წვეთის ფორმა ამცირებს ნაკადით გამოწვეულ ხმაურსსა და ტურბულენტობას. გარე კორპუსზე არსებული ეკოსამფშობი საფარები წყალქვეშა ოპერაციების დროს აქტიური სონარის სიგნალებს შთანთქავს. და რეზინით დაფარული სამაგრები და ბაფლები გემის მექანიზმებს ფარავს, რაც ვიბრაციის წნევის კორპუსზე გადაცემას უშლის ხელს. ერთობლივად შედეგია თვითხმაურის დონე, რომელიც არაბირთვული წყალქვეშა ნავების კლასებში ერთ-ერთ ყველაზე დაბალია. ზედაპირზე ყოფნის შემთხვევაშიც კი A26 მნიშვნელოვანი შეუმჩნელობით გამოირჩევა. ტრადიციული კორპუსის გახვრეტები ზრდის რადარის ამრეკლარეს და პოტენციურ გაჟონვის წერტილებს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად A26 იყენებს არაგახვრეტილ ოპტრონულ ანძას, რომელიც აღჭურვილია ელექტროოპტიკური სენსორებით პერისკოპისა და საძიებო ფუნქციისთვის, რომლებიც ინტეგრირებულია მაღალი გარჩევადობის გამოსახულების სისტემებთან. ამ ანძის კონფიგურაცია აძლევს A26-ის საშუალებას შეინარჩუნოს შეუმჩნევლობა მეჩხერისწყლების ან პერისკოპის სიღრმის დაკვირვებისას, გამოუჩენლად ისეთი ნაწილებისასა, რომლებიც ვიზუალური ან ელექტრომაგნიტური აღმოჩენისადმი ბრძნობიარია. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ეს სისტემა შეესაბამება ნატოს ქსელურ ცენტრალურ პრინციპებს, რადგან უზრუნველყოფს უსაფრთხო მონაცემთა გადაცემას, რათა სენსორებით მიღებული დაზვერვა გაიზიაროს მოკავშირე ერთეულებთან ჰაერში და ზღვაზე. რა თქმა უნდა, A26 მხოლოდ საფრთხეების ამოსაცნობად არ აუშენებიათ. ის აგრეთვე მათ გასანადგურებლადაცაა შექმნილი. ძირითადი შეტევითი შეიარაღებაა 4-533 მმ-იანი ტორპედოს მილი, რომლებითაც შესაძლებელია მძიმე ტორპედ, 62 ან 63 ტიპის ტორპედოების გაშვება წყალქვეშა ნავებისა და ზედაპირული სამიზნეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ტიპი 62 დუმბო რეაქტიული ძრავით აღჭურვილი იარაღი, რომლის სროლის მანძილი 25 მილს აღემატება და აქვს 286.6 ფუნტიანი საბრძოლო ქობინი, ზედაპირული ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ განსაკუთრებით მრავალმხრივ გამოყენებას უზრუნველყოფს. ეს მილები ასევე უზრუნველყოფს საზღვაო ნაღმების განთავსებას ზონის შეზღუდვის ოპერაციებისთვის. გარდა ამისა, ასევე არის 2.400 მმ-იანი მილი მსუბუქი ტორპედო 47-ის გასაშვებად, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სააბის მსუბუქი ტორპედო SLWT. ეს განლაგება საშუალებას იძლევა, რომ საერთო ჯამში დაახლოებით 20 ერთეული შეიარაღება მოთავსდეს, მათ შორის ტორპედოები და ნაღმები. ეს ყველაფერი ინახება როგორც მიხვდით მოდულურ კონფიგურაციებში, რათა ოპტიმალურად შეირჩეს მისიისთვის საჭირო ტვირთი. და სწორედ შემდეგი მოდულია ამ რიგში, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესოა ყველა მათგანიდან. ტორპედოს მილებს ავსებს 6.5-ზე 1.6 ფუტის მრავალმიზნობრივი პორტალი, რომელიც მოქნილი გამოსასვლელი კამერის ფუნქციას ასრულებს. ის სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ გაუშვას უპილოტო წყალქვეშა აპარატები, ან მიიყვანოს 8-მდე სპეციალური დანიშნულების მხვინთავი მათი აღჭურვილობით. A26 შექმნილია ისე, რომ კომფორტულად იტერს 25-მდე ეკიპაჟის წერს, საჭიროების შემთხვევაში კი 35-მდე, მათ შორის მხვინთავებს ან სხვა სპეციალურ დანაყოფებს. მრავალფუნქციური პორტალი ნიშნავს, რომ A26-ის შეუძლია არა მხოლოდ ტორპედოებისა და ნაღმების გაშვება, მას შეუძლია გამოყოს საზღვაო კრეიტები ფარულის შეღწევისთვის ან მრავალფუნქციური უპილოტო წყალქვეშა აპარატები სუის ფსკერზე ოპერაციებისთვის და ეს ყველაფერი წყალქვეშა ნავის შეუმჩნელობის კომპრომეტირების გარეშე. ეხლა A26 ერთადერთი წყალქვეშა ნავი არ არის, რომელსაც შეუძლია უპილოტო წყალქვეშა აპარატების გაშვება და სპეციალური დანიშნულების ძალების გადასხმა. HSS-ში საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავის ტვირთის მოდული თითქმის იგივე ფუნქციას ასრულებს, ხოლო გერმანული ტიპის 212 და 214 წყალქვეშა ნავები იაპონურ სორიუ კლასთან ერთად ტექნიკურად ორივე მათგანი სპეციალიზებული ტვირთის, როგორიცაა უპილოტო წყალქვეშა აპარატები ან მღვინთავები, გადატანის უნარს ფლობს.
მაგრამ ამ წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, AOC6-ის მრავალმიზნობრივი პორტალი ცენტრალური კონფიგურირებადი დიზაინის ელემენტია და არა დამატებითი შესაძლებლობა. და ეს არის პირველი წყალქვეშა ნავი, რომელიც ამ მეხუთე თაობის შესაძლებლობას შეიცავს. მოდულური კორპუსის არქიტექტურა ასევე უზრუნველყოფს მომავალში ვერტიკალური გაშვების სისტემების ინტეგრაციას ფრთოსანი რაკეტებისთვის, სადაც წინადადებები მოიცავს 18-მდე უჯრას სახმელეთო შეტევის ან გემსაწინააღმდეგო შეიარაღებისთვის, როგორიცაა ადაპტირებული Tomahawk-ის ვარიანტები. ეს მოდული საშუალებას აძლევს AOC6 მოერგოს ჰიპერბგერით ან შორი მოქმედების საფრთხეებს ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად. ყველაფრის გათვალისწინებით მარტივია დაინახო, რატომ ითვლება AOC6 წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიის შემდეგ თაობად. რაც უფრო მნიშვნელოვანია ფარულობის, ხანგრძლივი წყალქვეშყოფნის, მისიების მრავალფეროვნებისა და მოდულური გაფართოების კომბინაცია, ზად არის შეცვალოს თამაშის წესები ბალტიის ზღვაში ისე, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეს დიდად არ უნდა სიამოვნებდეს. ეხლა მას ახალი შთამბეჭდავი ასიმეტრიული საფრთხე აქვს რუსეთის უკვე მერყევი საზღვაო ოპერაციებისთვის. პირველ რიგში ვლადიმირ პუტინი ძალიან გაუჭირდება AOC6-ის პოვნა. ბალტიის ზღვის მეჩხერი, ნახევრად მარილიანი წყალი და რთული აკუსტიკა ქმნის ბრმა ზონებს, რაც ხელს აძლევს პატარა ულტრაჩუმ დიზელ ელექტროწყალქვეშა ნავებს, როგორიცაა AOC6. გემის Ghost ტექნოლოგია შესაძლოა უკეთესად იყოს მორგებული ამ გარემოს გამოყენებისთვის, რაც წყალქვეშა ნავს საშუალებას მისცემს მოკლე დისტანციებზე რუსული აღმოჩენისგან გაქრეს. და თუ ვერ პოულობ მას, ვერ დაარტყა. AOC6-ის სტირლინგის AIP ძრავა ნიშნავს, რომ მას შეუძლია ზღვის ფსკერზე მიაგნოს ადგილს და იქ დღეების განმავლობაში გაჩერდეს. პრაქტიკულად ვერავინ იპოვის, მუდმივი ფარული საფრთხეა. პუტინმა შეიძლება იცოდეს, რომ ის სადღაც იქ არის, მაგრამ არ ეცოდინება სად არის, რას აკეთებს ან რამდენ ხანს დარჩება იქ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პუტინისთვის მხოლოდ შვედეთის ცალკეული პრობლემა არ არის, ეს ნატოს პრობლემაა. AOC6 შეუძლია ზღვის ფსკერზე დაწვეს და ჩუმად დაელოდოს სწორ მომენტს, რომ TP-62-ები გაუშვას ზედაპირზე მყოფ დაუცველ რუსულ ფრეგატებსა და კორვეტებზე. მას შეუძლია მყინთავები ან უპილოტო წყალქვეშა აპარატები გამოიყენოს, რათა რუსული წყალქვეშა მილსადენები და საკომუნიკაციო კაბელები პირდაპირ მათ თვალწინ დააზიანოს. ან შეიძლება უბრალოდ ჩუმი დარაჯივით იქ იწვეს, აგროვებდეს მონაცემებს რუსული გადაადგილებების შესახებ და ამ ინფორმაციას ნატოს აწვდიდეს ისე, რომ რუსებმა არაფერი იცოდნენ. მართლა, თუნდაც AOC6-ების მცირე რაოდენობაც კი ძლიერი შემაკავებელი ძალაა ნებისმიერი რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რადგან მოულოდნელობის ეფექტი მათ საშუალებას აძლევს რუსულ ფლოტს არათანაბარი ზიანი მიაყენონ. ასე რომ პუტინს ალბათ მოუწევს მნიშვნელოვანი რესურსების გადამისამართება ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ზომებისთვის, რათა მაქსიმალურად შეეწინააღმდეგოს AOC6-ს. ეს სერიოზული და არასასურველი თავისთქივილია ქვეყნისთვის, რომლის სამხედრო ძალაც და ბიუჯეტიც უკვე გადაჭიმულია უკრაინაში, განსაკუთრებით ისეთ რთულ წყლებში, როგორიც ბალტიის ზღვა. ცოტა ნუგეშია საწყალი ავტოკრატისთვის, მაგრამ მაინც აქვს რამდენიმე წელი, სანამ ეს კოშმარი რეალობად იქცევა. 10 წლების განმავლობაში ძლიერ საბრძოლო გემს სხვებზე ბატონობა ეჭირა. პირველი მსოფლიო ომის წინა შეიარაღების ზრდიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ეს უზარმაზარი გემები საზღვაო ძალის მწვერვალს წარმოადგენდა. მაგრამ დრო იცვლება, იარაღის სისტემები ვითარდება და ერთ-ერთმა ასეთმა განვითარებამ საბრძოლო გემის ხანგრძლივ ბატონობას მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში მოულოდნელი დასასრული მოუტანა. ავიამზიდებზე დაფუძნებული საზღვაო ავიაცია, ხშირად ავიამზიდებიდან გაშვებული პიკირებადი ბომბდამშენები და ტორპედოს მატარებელი ბომბდამშენები საბრძოლო გემს უზარმაზარ უმწეოს ამისდე დაქცევდა. საზღვაო ძალები უფრო და უფრო დამოკიდებული გახდნენ ავიამზიდებზე შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად, ვიდრე საბრძოლო გემებზე. და საბრძოლო გემების ეპოქის დასასრული მალე საბოლოოდ დადასტურდა ეპიკურ ბრძოლაში 1945 წელს, როდესაც ასობით ამერიკული თვითმფრინავი თავს დაესხა იამატოს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბრძოლო გემს, რაც კი ოდესმე აშენებულა. იამატო დაიღუპა და საბრძოლო გემი პრაქტიკულად მოძველებულად იქცა. შემდგომ წლებში მოწინავე ანტიგემის რაკეტებისა და შემდეგ უპილოტო სახაერო სისტემების გამის გამოჩენამ საბოლოოდ განამტკიცა მისი ბედი, მაგრამ ახლა საბრძოლო გემი დაბრუნდა და თანაც მთელი ძალით. ASH-მ დაიწყო სრულიად ახალი საბრძოლო გემების პროგრამა თავისი ამბიციური ოქროს ფლოტის ინიციატივის ფარგლებში, ტრამპის კლასის საბრძოლო გემი, ანუ BBG-X. მაგრამ ეს მხოლოდ ASH-ს საზღვაო ძალების უახლესი ფლაგმანი არ არის, რომელიც ზღვის მეფის ტიტულისთვის იბრძვის. BBG-X არღვევს ASH-ს საზღვაო ძალების მრავალწლოვან დოქტრინას, რაც შეიძლება თანამედროვე საზღვაო ომის სახეს შეცვალოს. აი, რა უნდა იცოდეთ, 17 მილიარდი დოლარის BBG-X-ზე და რატომ გადაწყვიტა ASH-ს საზღვაო ძალებმა საბრძოლო ხომალდი კვლავ წინა პლანზე და ცენტრში დააბრუნოს. წლების განმავლობაში ASH-ს სამხედრო ძალა ეფუძნებოდა განაწილებულ ფლოტებს, რომელთა ცენტრშიც ავიამზიდი იდგა. ლოგიკა ნაწილობრივ გამომდინარეობს იმ გაკვეთილებიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში საბრძოლო ხომალდის დაღუპვამ გვასწავლა. ეპოქაში, როდესაც საჰაერო ძალა საზღვაო ძალაზე უპირატესობას ფლობდა, საბრძოლო ხომალდები ზედმეტად დიდ ძალასა და მართვას ერთ ადგილას აერთიანებდნენ. მიუხედავად მთელი თავისი ძალისა, ის ახალი ტექნოლოგიების მიმართ ზედმეტად მოთხვლადი გახდა. ASH-ისთვის ავიამზიდების ჯგუფი იყო გამოსავალი.
ASS-ის უზარმაზარ ავიამზიდებზე განთავსებული საჰაერო ძალა, რომელიც თანხლებ გამანადგურებლებზე, წყალქვეშა ნავებსა და სხვა დამხმარე ხომალდებზე არსებულ მრავალფეროვან შეიარაღებას ერწყმოდა, მნიშვნელოვნად ზრდიდა ASS-ის შეტევით ძალას ერთი განლაგებიდან. ავიამზიდების ჯგუფები ასევე უზრუნველყოფდა მრავალფენიან მეტად ეფექტურ თავდაცვას ავიამზიდის გარშემო, რაც უბრალოდ შეუძლებელი იყო ერთ საბრძოლო ხომალდზე. მაგრამ ალბათ ავიამზიდების ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ის ანაწილებს რისკს. ცეცხლის ძალა და მართვა განაწილებულია რამდენიმე ხომალდზე, რაც ზრდის მათი ყველა საერთო გამძლეობას. ეს დოქტრინა პრაქტიკაშიც ისევე ეფექტურად მუშაობდა, როგორც თეორიაში. წლების განმავლობაში ASS-ის ავიამზიდების ჯგუფები საშუალებას აძლევდა მას განეხორციელებინა უპრეცედენტო ძალაუფლება მთელ მსოფლიოში. და როგორც ირანი ახლა ადასტურებს, ისინი ამას კვლავაც აკეთებენ. მაგრამ ეხლა BBGX-ი აზროვნებაში მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს. ამ ხომალდის მიზანია საჰაერო თავდაცვის სარდლობა, გრძელდისტანციური დართვისა და შეკავების ძალა ერთ დიდ პლატფორმაზე იყოს კონცენტრირებული და არა განაწილებულ ავიამზიდთა ჯგუფში. ეს აჩენს კითხვას, რომ ძველი გამონათქვამის პარაფრაზით ვთქვათ, თუ არ არის გაფუჭებული, რატო უნდა შეაკეთო? რატო უნდა შეიცვალოს ის, რაც ამდენი ხანი წარმატებული სტრატეგია იყო? საქმე ისაა, რომ დრო შეიცვალა. იარაღის სისტემები განვითარდა და თანამედროვე საზღვაო ბრძოლის რეალობა აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. ASS-ის ფლოტი ახლა ახალი ტიპის იარაღის წინაშე დგას, როგორიცაა დრონების ჯგუფები და ჰიპერსონიკული რაკეტები, რაც ქმნის ისეთ სისუსტეებს, რომლებიც ადრე არ არსებობდა. ASS-ში ასევე ავითარებს ახალი მოცინავე შეტევითი და თავდაცვითი იარაღის სისტემებს, რომლებიც საჭიროა მისი ფლოტის შემადგენლობაში ინტეგრირდეს. BBGX არის მცდელობა ორივე ეს პრობლემა ერთდროულად გადაიჭრას. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს უფრო მთის მასივის სროლას გავს ამ ორ პრობლემაზე ვიდრე ქვას, მაგრამ აზრი გასაგებია. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმით ისინი იქნებიან ყველაზე სწრაფები, ყველაზე დიდი და ბევრად, ასჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე აშენებული ნებისმიერი საბრძოლო გემი. ყოფილი საზღვაო ძალების მდივანი ჯონ ფილენდი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს თავისი მოვალეობიდან, ოდნავ უფრო თავშეკავებულებული იყო. მომავალი ტრამპის კლასის საბრძოლო გემი USS Defiant იქნება ყველაზე დიდი, ყველაზე მომაქტინებელი, ყველაზე მრავალხრივი და ყველაზე ლამაზი სამხედრო გემი მსოფლიოს ოკეანეებზე, განაცხადა მან. ტრამპი მის გვერდით იდგა სამართლიანობა, რომ ვთქვათ. მაგრამ ალბათ ახალი გემის ოპერაციული კონცეფციის საუკეთესო ახსნა პირდაპირ საზღვაო ძალების ბიუჯეტის მოთხოვნიდან მოდის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბრძოლო გემის მთავარი როლია მაღალი მოცულობის, გრძელდისტანციური შეტევითი ცეცხლის მიწოდება და ძლიერი გამძლე წინახაზზე მოქმედი მართვისა და კონტროლის პლატფორმად მსახურება. ის უზრუნველყოფს ხარჯდეფექტურ ვარიანტებს დარტყმისა და თავდაცვისთვის, ხოლო მისი შესაძლებლობა მიიღოს ფლოტის სარდლობის შტაბი ზრდის გადარჩენის უნარს, რადგან სარდლები უფრო ახლოს არიან ბრძოლასთან. ეს ნიშნავს, რომ ის ასევე შეიძლება გამოიყენოს როგორც მოქნილი მართვისა და კონტროლის პლატფორმა, როგორც ადამიანით მართვადი, ასევე უპილოტო პლატფორმებისთვის. შტამბეჭდავად ჟღერს, არა? მაგრამ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში? პროექტი ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ დიზაინის ეტაპზეა, განვითარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 3 დაგეგმილი საბრძოლო გემიდან პირველის მშენებლობა მხოლოდ 2028 წელს უნდა დაიწყოს, ასე რომ უმეტესობა დეტალებისა ჯერ კიდევ მუშავდება. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ გემი იქნება მაღალტექნოლოგიური, მასიური და ძალიან ძლიერი. ტრამპის კლასის გემს სავარაუდოდ ექნება 30,000 ტონიანი корпуსი, რაც 9,000 ტონიან გამანადგურებელზე 3-ჯერ მეტ შიდა მოცულობას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ მისი სიგრძე იქნება 853-დან 890 ფუტამდე, ხოლო სიგანე დაახლოებით 105-დან 115 ფუტამდე. ეს უფრო გრძელია ვიდრე ზემოხსენებული Yamato, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუპერგრძელი გემია. გემი დაპროექტებულია ისე, რომ მიაღწიოს 30 კვანტზე მეტ სიჩქარეს, თუმცა აშკარაა, რომ ძრავის ტიპი, რომელიც მას ამოძრავებს, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ფელონმა აპრილში განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობდა განხილვები ტრამპის კლასის საბრძოლო გემების ბირთვული ენერგიით ამუშავების შესაძლებლობაზე, ეს ნაკლებად სავარაუდოა. სამხედრო საზღვაო ძალების ბიუჯეტის დოკუმენტების მიხედვით, ამჟამინდელი გეგმაა, რომ BBX გამოიყენებს კომბინირებულ არაბირთვულ მამოძრავებელ სისტემას, რომელიც მოიცავს დიზელის გენერატორებსა და გაზის ტურბინებს. მიუხედავად იმისა, რომ BBGX ავიამზიდად არ ითვლება, მას აქვს საფრენი გემბანი და ორმაგი ჰანგარები, რომლებიც V-22 Osprey ტიპის თვითმფრინავებისა და მომავალი ვერტიკალი აფრენის სისტემების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ასევე აღჭურვილია თანამედროვე სენსორული სისტემით, რომელიც აგებულია AN/SPY 6 რადარის გარშემო და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო აღმოჩენასა და თვალთვალს. გემზე მოსალოდნელია 650-დან 800-მდე ეკიპაჟის წევრის განთავსება, რაც ASS-ის არმადის გემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკიპაჟის რაოდენობაა. ხოლო ASS-ს Harper's Ferry კლასის Dock Landing გემს ყავს 825 კაციანი ეკიპაჟი, ხოლო Blue Ridge კლასის სარდლობის გემს 852 კაციანი ეკიპაჟი. America კლასის ამფიბიური შეტევის გემს ყავს 2745 კაციანი ეკიპაჟი, ხოლო Wasp-ის კლასის ამფიბიური შეტევის გემს 2979 კაციანი ეკიპაჟი. Ford-ისა და Nimitz-ის კლასის ავიამზიდებს, რომლებსაც შესაბამისად 4660 და 5680 კაციანი ეკიპაჟი ჰყავთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის განთავსება შეუძლიათ.
მაგრამ დიდი ეკიპაჟი არ არის ის, რისთვისაც BBGX-ზე დამატებითი ზომა და წყალწანაცვლებაა საჭირო. ეს საჭიროა საბრძოლო ხომალდის მოწინავე შეიარაღების ასორტიმენტისთვის და უზარმაზარი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობისთვის, რომელიც მისი ნაწილის მუშაობისთვის არის აუცილებელი. საზღვაო ძალების ბიუჯეტის მოთხოვნა აცხადებს, რომ ხომალდის მოწინავე სისტემები უზრუნველყოფს რეალურ გრძელდისტანციურ დარტყმას ჰიპერბგერითი იარაღით, რომელიც განთავსებულია ახალ, უფრო დიდ ვერტიკალურ გამშვებ სისტემებში. გარდა ამისა, მისი მოწინავე საზღვაო საარტილერიო ცეცხლი უზრუნველყოფს ხარჯთეფექტურ ვარიანტებს დარტყმისა და თავდაცვისთვის. პრაქტიკაში ტრამპის კლასის ხომალდის შეტევითი კონფიგურაცია აერთიანებს ჰიპერბგერით და ტრადიციულ სარაკეტო სისტემებს ერთ კორპუსში, რათა უზრუნველყოს მრავალფენიანი დარტყმის შესაძლებლობა. გემი შექმნილია 12 ტრადიციული სწრაფი დარტყმის ან CPS ჰიპერბგერითი რაკეტის გადასატანად, რომლებიც განკუთვნილია კონვენციური საბრძოლო თავების ინტერკონტინენტურ მანძილზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მისატანად. ამ კლასის პირველი ხომალდი, ზემოხსენებული USS Defiant, ანუ BBG-1, ასევე აღიჭურება 128 MK-41 ვერტიკალური გაშვების სისტემის უჯრით. ეს 25%-ით მეტია ვიდრე ამჟამინდელი არლიბერგის მესამე თაობის გამანადგურებლის 96 უჯრა. ეს გამშვები სისტემები შეიძლება გამოიყენონ Tomahawk-ის სახმელეთო შეტევის რაკეტები და Standard Missiles ტიპის გადამჭერი რაკეტები სხვა საბრძოლო მასალებთან ერთად. დამატებითი გამშვების სისტემების წყალობით გაზრდილი ცეცხლის ძალა საშუალებას მისცემს ერთდროულად ჩაერთოს რამდენიმე საოპერაციო მიმართულებით, მათ შორის დარტყმისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ცეცხლის ძალის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ამცირებს საჭიროებას რამდენიმე გემის გამოყენებაზე მსგავსი ეფექტის მისაღწევად, თუმცა ამის სანაცვლოდ იზრდება დამოკიდებულება გემზე არსებული საბრძოლო მარაგის მოცულობაზე. კორპუსი ასევე შესაძლებელს ხდის SLC-MN ბირთვული შეიარაღების მქონე ზღვიდან გაშვებადი ფრთოსანი რაკეტების ინტეგრაციას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს აშეთოშისის ზედაპირული ფლოტისთვის ხელმისაწვდომ შეკავების ვარიანტებს, თითქმის მაქსიმალურ ზღვრამდე. მაგრამ უახლესი შეიარაღების სპექტრი ანთავრდება CPS-ითა და SLC-MN-ით, რომლებიც ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია. ლავაც თუ მოუშველიებთ საზღვაო ძალების ბიუჯეტის წინადადებას, ნიშნულოვნად გაზრდილი ენერგიის გამომუშავება, რომელსაც მართავს დახვეწილი ინტეგრირებული ენერგოსისტემა, მაღალი მოცულობის ენერგიის შენახვით მხარს დაუჭერს მისიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართული ენერგიის იარაღს. ასეთი იარაღები, როგორიცაა მაღალი სიმძლავრის ლაზერები და ელექტრომაგნიტური რეილგანები, ამ განები ამცირებს დამოკიდებულებას ძვირადღირებულ ერთჯერად საბრძოლო მასალებზე. მართალია, ახალი საბრძოლო ხომალდის ზომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკიდან წამოსული იარაღებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფაა. ელექტრომაგნიტური რეილგანი, ლაზერული მიმართულ ენერგიის იარაღები და შესაძლოა მიკროტალღური მიმართულ ენერგიის იარაღებიც. ASS-ში საზღვაო ძალებმა ცოტა ხნის წინ აღადგინეს ადრე მიტოვებული რეილგანის პროგრამა და აქტიურად ავითარებენ და ცდიან ორივე ტიპის მიმართულ ენერგიის იარაღს. ყველა სამივეს პრობლემა ისაა, რომ ისინი უზარმაზარ ენერგიას მოითხოვენ. ეს საკმარისად რთულია ხმელეთზე განხორციელებისთვის, მაგრამ ზღვაზე დიზაინის ისეთი სირთულეები ჩნდება, რომ მათ ნამდვილად შეიძლება ეწოდოს უაღრესად რთული საინჟინრო ამოცანები. ჯერ კიდევ გასარკვევია ზუსტად როგორ მოიფიქრებენ საზღვაო ძალების ინჟინრები ამ სისტემების ახალი საბრძოლო გემის ბორტზე ენერგიით მომარაგებას, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ გემზე მათი განთავსებისთვის საკმარისზე მეტი სივრცეა. რეილგანი ძირითადად შეტევითი იარაღია, რომელიც განკუთვნილია ჰიპერბგერითი ჭურვების 100-დან 200-მდე საზღვაო მილის მანძილზე გასაშვებად, რათა დაარტყას სახმელეთო სამიზნეებს, მტრის გემებს და გამაგრებულ ობიექტებს კინეტიკური ენერგიით. მაგრამ მისი მაღალი სიჩქარე და სამიზნემდე სწრაფი მიღწევის დრო ასევე მას შესაფერის ხდის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, ანტისაზღვაო საკრუიზო რაკეტების, დრონებისა და თუნდაც ჰიპერბგერითი საფრთხეების ჩამოსაგდებად. შედარებით მიმართული ენერგიის იარაღები ძირითადად თავდაცვითი ხასიათისაა. ლაზერული იარაღები ძირითადად გამოიყენება დრონების საწინააღმდეგოდ, ანუ CUAS, რაკეტების артиლერიისა და ნავთქორწნების წინააღმდეგ, ანუ CRM-ისთვის, მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვისთვის, ანუ შორადისთვის და მტრის პლატფორმებზე სენსორების დაბრმავებისა ან დაზიანებისთვის. მიკროტალღოვანი იარაღები კონცენტრირებულია არაკინეტიკურ ელექტრონულ შეტევაზე და ძირითადად გამოიყენება დრონების ჯგუფების, მტრის კომუნიკაციებისა და რადარის, ასევე რაკეტების მართვის სისტემების დასაშლელად ან გასაუნებელყოფად. BBGX-ზე მიმართულ ენერგეტიკულ იარაღებს 300-დან 600 კილოვატამდე დიაპაზონში გეგმავენ, როგორც საბაზისო კონფიგურაციის ნაწილს, ხოლო პოტენციური განახლება დაახლოებით 1 მეგავატამდეა შესაძლებელი. იმის მიხედვით, რამდენი სიმძლავრის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი გემზე. ლაზერული სისტემები, რომლებიც როგორც იუწყებიან ოდინის ან ჰელიოსის სისტემებზე იქნება დაფუძნებული, განკუთვნილია სადაზვერვო, სამიზნეზე დამიზნების და დრონების საწინააღმდეგო ოპერაციების მხარდასაჭერად. მათი ჩართვა ხაზს უსვამს იმას, რომ გემის თავდაცვითი სისტემები აგებულია სხვადასხვა საფრთხის წინააღმდეგ ფენოვანი გადაჭერის და აქტიური ჩარევის გზით პასიური დაცვის ნაცვლად. ეხლა თუ თქვენ გსურთ მახვილი ანალიზი და სიღრმისეული ხედვა, ამას იპოვით ჩვენს ყველა ვიდეოში სამხედრო შოუში. გამოიწერეთ ანხი, რომ ყოველთვის მიიღოთ სათაურების მიღმა არსებული რეალური სურათი და იყოთ ინფორმირებული უახლესი მოვლენების შესახებ.
მიმართული ენერგიის იარაღების გარდა, ტრამპის კლასის ლინკორის თავდაცვითი სისტემა მოიცავს 2 რიმ SA-16 ტიპის Rolling Airframe სარაკეტო გამშვებს, რომლებიც ახლო მანძილზე იცავენ გემს შემომავალი რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან. ასევე აღჭურვილია 2.5 დიუმიანი 62 კალიბრის ქვემეხით ზედაპირული შეტაკებებისთვის, ასევე 4-30 მმ-იანი სისტემით მცირე მანძილზე თავდაცვისთვის მცირე ხომალდებისა და საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, ის ფაქტი, რომ ანტიდრონული სისტემები თავდაცვით არქიტექტურაში სტანდარტულ კომპონენტად არის ჩართული, ასახავს უპილოტო სისტემების მზარდ გამოყენებას საზღვაო კონფლიქტებში. ნებისმიერი ხომალდისთვის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ამდენი ცეცხლის ძალაა კონცენტრირებული, ეს ახალი რეალობა ნიშნავს, რომ გადარჩენის უნარი სულ უფრო მეტად დამოკიდებულია საფრთხეების აღმოჩენისა და გადაჭერის შესაძლებლობაზე შეჯახებამდე. BBGX შესაბამისად დასჭირდება სენსორებისა და იარაღის უთვეთი მუშაობა, მაღალი ენერგომოხმარების პირობებში და ინტეგრირებული საბრძოლო სისტემების საიმედო მუშაობა მუდმივი შეტევის პირობებში. ამის სწორად გაკეთება და სწორად შენარჩუნება, როდესაც ახალი ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში უნდა ინტეგრირდეს, ან მათ წინააღმდეგ ბრძოლა გახდეს საჭირო, მარტივი საქმე არ არის. მაღალ ტექნოლოგიური პროექტების სია, რომლებიც დიზაინის პრობლემების გამო დაგვიანდა ან საერთოდ გაუქმდა, ნათლად აჩვენებს, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს პროცესი. ზუსტად ამიტომ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ამახვილებს ყურადღებას დიზაინისა და მოწინავე ტექნოლოგიების სწორად შერჩევაზე, სანამ BBGX-ზე სრულად გადავლენ. საზღვაო ძალების ბიუჯეტის მოთხოვნის მიხედვით, თვით ინოვაციური სტრატეგია ხელმძღვანელობს ახალი საბრძოლო ხომალდის დიზაინსა და მშენებლობას, რომელიც თანამედროვე ციფრულ სამუშაო პროცესზეა დაფუძნებული. ეს იყენებს თანამედროვე ციფრულ ინჟინერიას, ხელოვნური ინტელექტით გამართულ დიზაინს და მოწინავე წარმოების პრაქტიკებს, რათა შემცირდეს ხარჯები და გრაფიკის რისკები. კორეული და იაპონური გემთმშენებლობის საუკეთესო პრაქტიკის მიღებით, ეს მიდგომა ხაზს უსვამს დიზაინის მაღალ მზადყოფნას მშენებლობის დაწყებამდე, ზუსტ მოდულურ მშენებლობას და მჭიდრო ინტეგრაციას დიზაინისა და წარმოების გუნდებს შორის. სტრატეგია შექმნილია იმისთვის, რომ სტაბილური გახადოს სამუშაო ძალა, გაზარდოს ინდუსტრიული მდგრადობა და ახალი შესაძლებლობა უფრო პროგნოზირებადად და ხელმისაწვდომად მიაწოდოს. იმედია, ეს ახალი მიდგომა თავიდან აიცილებს იმ ტიპის პრობლემებს, რომლებიც Constellation-ის კლასის ფრეგატთან გამოვლინდა. ამ ხომალდის დიზაინი ჯერ კიდევ საბოლოო დამუშავების პროცესში იყო. 2025 წლის აპრილში, თითქმის 5 წლის შემდეგ საწყისი კონტრაქტის მინიჭებიდან და მაშინ როცა უკვე დაწყებული იყო სამუშაო წამყვან ხომალდზე. ეს არასასურველი ვითარება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ძალებმა აშკარად აირჩიეს წარმოებაში არსებული ფრეგატის წარმოებული ვერსია, ფრანგულ-იტალიური ფრეგატა ფრიგატა ევროპეა, მულტიმისიონე, ანუ ფრიმი. რისკების შესამცირებლად და პროგრამის სწორად წარმართვისთვის. ეხლა რომ ნათელი იყოს, BBGX-ის შემოღება მიუთითებს დოქტრინალურ ცვლილებაზე, სადაც ძალის კონცენტრაცია ერთ საბრძოლო გემზე მომავალ ომებში აუცილებელ ელემენტად მიიჩნევა და არა აშკარა სისუსტეთ. მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ASHS მთლიანად უარს იტყვის თავის ჩამოყალიბებულ ფლოტზე და მოქმედების წესებზე. ასე ვთქვათ, კარგსაც სუდთან ერთად გადააყოლებს. ეს აშკარად ჩანს თავად საზღვაო ძალების ბიუჯეტის წინადადებიდან. მისი მიხედვით, საბრძოლო გემი განკუთვნილია იმისთვის, რომ დაამატოს შესაძლებლობები ოქროს ფლოტის მაღალი-დაბალი კომბინაციის ყველაზე მაღალ დონეზე. გარდა ამისა, საბრძოლო გემი შეიძლება იყოს ზედაპირული მოქმედების ჯგუფის ლიდერი, ინტეგრირდეს ავიამზიდის დართმით ჯგუფთან, ან დამოუკიდებლად იმოქმედოს მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების დასაცავად. ასე რომ ის არ არის განკუთვნილი ASHS ავიამზიდის ჯგუფის ან ავიამზიდის შესაცვლელად, რომ გახდეს ახალი უძლიერესი გლობალური ძალის პროექციის საშუალება. სწორედ ასე, ეს არის ახალი თაობის მაღალი დონის ზედაპირული საბრძოლო გემების ფლაგმანი, რომელიც განკუთვნილია ASHS საზღვაო ძალების მომავლის უზრუნელ საყოფად და ზღვაზე საცეცხლე ძალის მნიშვნელოვნად გასაზრდელად. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, როგორც ASHS საზღვაო ძალების მოწინავე ახალი თაობის გემი, მას სხვა ხომალდებიც ჰყავს, როგორც მაღალი, ასევე დაბალი დონის იმ მაღალი-დაბალი ოქროს ფლოტის ნაზავში. 2027 ფინანსური წლისთვის შემოთავაზებული ბიუჯეტი მოიცავს $1 მილიარდ, წინასწარ დაფინანსებაში BBGX-ზე სამუშაოების დასაწყებად, პლუს დამატებით $837 მილიონ კვლევისა და განვითარების ფონდებში. რეალური შესყიდვა და კილის დადება დაიწყება მომდევნო წელს, რასაც საფუძვლად დაედება ბიუჯეტის მოთხოვნა პირველი გემისთვის უზარმაზარი $17 მილიარდი ოდენობით. ეს გახდიდა მას ყველაზე ძვირადღირებულ გემად, რომელიც ოდესმე შეუკვეთავთ. ამჟამინდელი რეკორდსმენი არის ASHS გემი Gerald R. Ford-ი, ახალი Ford-ის კლასის პირველი ავიამზიდი, რომლის ღირებულებაც გავრცელებული ინფორმაციით დაახლოებით $13.3 მილიარდ შეადგენს. მაგრამ ახალი საბრძოლო გემისთვის წინასწარი დაფინანსების გარდა, საზღვაო ძალების $65.8 მილიარდი ბიუჯეტი ასევე მოიცავს თხოვნებს კიდევ 17 საბრძოლო გემის შესაძენად, პლუს 16 დამხმარე ან მხარდამჭერი გემის შესაძენად. კერძოდ მას სურს შეიძინოს 1 კოლუმბიის კლასის წყალქვეშა ნავი, 2 ვირჯინიის კლასის წყალშანავნამ, 1 FFX ფრეგატი, 1 არლიბერკის კლასის გამანადგურებელი. 1 ამერიკა კლასის ამფიბიური სადესანტო გემი, 1 სან ანტონიო კლასის ამფიბიური სატრანსპორტო დოკი, 6 საშუალო სადესანტო გემი, 2 ჯონ ლუისის კლასის ტანკერი, 2 წყალქვეშა ნავების მომსახურე გემის შემცვლელი და 1 ოკეანის სადაზვერვო გემი.
ამ ახალი შესყიდვების გარდა მოთხოვნა ასევე ითვალისწინებს ეტაპობრივ დაფინანსებას მესამე და მეოთხე ფორდის კლასის ავიამზიდებისთვის, რომლებიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია. ასე რომ აშკარაა, რომ საზღვაო ძალები BBGX-ზე ყველაფერს არ ამხარებს და ეს გონივრულია. მიუხედავად მისი საოცარი ცეცხლის ძალისა, ის ძირითადი სისუსტე, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისის საბრძოლო ხომალდები მოძველებულად აქცია, კვლავ რჩება. ასეთი დიდი ძალის ერთ ხომალდზე კონცენტრაცია მას აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მთავარ სამიზნედ აქცევს. ზოგიერთ გარემოში, მაგალითად აშშ-ის მიმდინარე ოპერაციაში ვენესუელას სანაპიროსთან, ერთი ტრამპის კლასის საბრძოლო ხომალდი თითქმის უეჭველად შეძლებდა უფრო ეფექტურად და გაცილებით იაფად შეესრულებინა სამხედრო ამოცანა, ვიდრე ავიამზიდების ჯგუფი. ოპერაციის მასშტაბი, რომელიც თითქოს და ნარკოტიკების გადაზიდვის აღკვეთას ემსახურება და ვენესუელას მხრიდან არსებული საფრთხე, ნამდვილად არ ამართლებს ავიამზიდის ან გაფართოებული დარტყმითი ჯგუფის ხანგრძლივ განთავსებას, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთი BBGX-თან მცირე ასპრეის ფლოტი შეძლებდა შემთხვევითი სწრაფმავალი ნავების განადგურებას სურვილისამებრ, ისეთივე ეფექტურობით თვით და გაცილებით ნაკლებ ფასად. ამჟამად აშშ-ს არ აქვს ბევრი სხვა არჩევანი დარტყმითი ჯგუფის გარდა. BBGX ამ პრობლემას აღმოფხრის. თუმცა უფრო დაძაბულ გარემოში, მაგალითად ჩინეთის მეზობლად, ძალისა და მართვის გადანაწილების ლოგიკა ავიამზიდების ჯგუფში ალბათ კლავაც მარხებულია. არავინ ნამდვილად არ იცის, როგორ შეედრება ერთმანეთს აშშ-სა და ჩინეთის ყველაზე თანამედროვე შეიარაღება, რადგან ისინი ჯერ არ შეჯახებიან. სანამ რეალური შესაძლებლობების შესახებ ბევრად მეტი არ გახდება ცნობილი, ჩინეთის მიერ კონტროლირებად წყლებში ძალიან დიდი ძალისა და ხარჯის ერთ აქტივზე კონცენტრირება ალბათ რისკია, რომელსაც საზღვაო ძალები ნაკლებად აირებენ საკუთარ თავზე. განსაკუთრებით თუ აშშ-ს ახლა შეუძლია ავიამზიდის ან სხვა დარტყმითი ჯგუფის ფორმირებების გამოყვანა, რომელშიც BBGX შედის და ეს ნამდვილად გეგმის ნაწილია. ბიუჯეტის მოთხოვნის მიხედვით, როგორც მოქნილი მართვისა და კონტროლის პლატფორმა, როგორც ეკიპაჟიანი, ასევე უპილოტო პლატფორმებისთვის, საბრძოლო ხომალდს შეუძლია უხანძღვანელოს ზედაპირული ხომალდების დაჯგუფებას, ინტეგრირდეს ავიამზიდის დარტყმით ჯგუფთან, ან დამოუკიდებლად იმოქმედოს მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების დასაცავად. სინამდვილეში BBGX-ის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ შეავსოს დარტყმითი ჯგუფების შემადგენლობაში არსებული სიცარიელე, რომელიც Ticonderoga კლასის კრეისერების პენიაზე გასვლამ გამოიწვია. ეს ხომალდები დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ სპეციალურ საჰაერო თავდაცვის მართვის ფუნქციებს. აშშ-ის ავიამზიდის დარტყმით ჯგუფებში, მაგრამ ასე ვთქვათ, უკვე საკმაოდ მოძველდნენ. 2020-იანი წლების შუა პერიოდში ზედაპირული ფლოტის სტრუქტურა ფაქტობრივად ისე შემცირდა, რომ Arleigh Burke კლასის გამანადგურებელი დარჩა ერთადერთ ძირითად საბრძოლო ხომალდად, რომელიც წარმოებაში იყო. საწყისში გეგმა იყო Ticonderoga-ს პენსიაზე გასვლით დარჩენილი სიცარიელის შევსება ახალი დიდი GX გამანადგურებლის პროგრამით, მაგრამ ის იმ შემაწუხებელ დიზაინის პრობლემებს ძაბლებს წააწყდა. 2021 წლიდან 2026 წლის იანვრამდე ჩატარებულმა დიზაინის კვლევებმა დაასკვნეს, რომ დიდი GX-ის კორპუსის ფორმა არასაკმარისი იყო საჭირო ვერტიკალური გაშვების სისტემის უჯრედების რაოდენობის, CPS-ის ინტეგრაციის, რაკეტებისა და მომავალი მაღალი ენერგიის იარაღების მხარდაჭერისთვის, ისე რომ არ გადაეჭარბებინა ენერგიისა და გაგრილების ზღვარს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, დიზაინი ჩიხში იყო შესული. აშშ-ს საზღვაო ძალების ხელმძღვანელობამ განიხილა ორმაგი ვარიანტის გამანადგურებლის მიდგომა, მაგრამ საბოლოოდ გონივრულად გადაწყვიტა, რომ მისიის ამოცანების გაყოფა სხვადასხვა ვარიანტებზე ოპერაციულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა. შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება გადასულიყვნენ ერთ დიდ კორპუსზე, რომელსაც შეეძლებოდა დიდი GX-ის ყველა დაგეგმილი სისტემის და კიდევ მეტის განთავსება. შედეგად მივიღეთ BBGX. ქაღალდზე ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება და მისი შექმნის ლოგიკა გასაგებია. მაგრამ როგორც საზღვაო ძალები აღიარებს, ჯერ კიდევ ადრეა და მნიშვნელოვანი სირთულეები იქნება გადასალახი, რომ საბოლოო დიზაინი რეალობად იქცეს. მით უმეტეს, რომ ეს ბიუჯეტში და დროში ჩაედიოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, რომ აშშ-ის გემთშენებლობის ინდუსტრიის შესაძლებლობებზე დიდი კითხვის ნიშნებია. მთავარი გემთშენებლო ქარხნები, როგორიცაა Bath Iron Works-ი, ინგალის გემთშენებლობა და Newport News-ის გემთშენებლობა, ამჟამად მუშახელის დეფიციტითა და არსებული წარმოების ვალდებულებებით მუშაობენ. წარმოების მოცულობის გაზრდა შესაბამისად საჭიროებს კვალიფიციური მუშახელის აყვანასა და გადამზადებას, ასევე სოლიდურ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და საწარმოო შესაძლებლობებში. BBGX-ის პროგრამის მასშტაბით სავარაუდოდ გაზრდის მოთხოვნას სპეციალიზებულ კომპონენტებსა და თანამედროვე საწარმოო პროცესებზე, რაც ქმნის ვადების გადაცილებისა და ხარჯების ზრდის რისკებს. ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ ტრამპის სავაჭრო ომებს და სპარსეთის ყურეში მიმდინარე საზღვაო დაძაბულობას, ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება. როგორ გაუმკლავდებიან ამ ამბიციური და საინტერესო პროექტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, დრო გვიჩვენებს. ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენებს და შეგატყობინებთ სიახლეებს. ამასობაში უყურეთ ამ ვიდეოს, რათა გაიგოთ, მართლაც მოძველებულია თუ არა ავიამზიდი. მადლობა ყურებისთვის.